მე ვარ გურამ მეგრელიშვილი, თქვენ ხართ ფასკუნში, წელი საავტორო სკოლაში, სადაც პერიოდულად ტარდება სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა, კურსები და თავგეული შეხვედრები. ძირითადი მიმართულება ჩვენი არის წერა, ხატული წერა, არის ხატული წერის მასტერკლასები, თუმცა გვაქვს გამორჩეული კურსებიც, რომელსაც ერთ-ერთს ახლა თქვენ დაესწრებით. და ამ კურსს ქვია ყველაფერი ჩინეთის შესახებ. გქონდა ესეთი კურსი, ასეთი ფორმატით არის ჩატარებული და მე მიხარია, რომ ჩვენი ძვირფასი სპიკერები მოგცემენ საშუალებას, რომ მოусმინოთ ალბათ თქვენთვისაც და ჩემთვისაც საინტერესო თემას და გავიგოთ უფრო მეტი ჩინეთის შესახებ. მოგხომე რომ ჩინეთი ჩემთვის ჩინურია მეთქი და იმედია ამ კურსის ბოლოს ეს ასე აღარ იქნება. დღევანდ მე მადლობით მინდა დავიწყო, მადლობა მინდა უთხრა სალომე ჭანტურიძეს, ვისი იდეაც იყო ამ კურსის გაკეთება, ის საქაურობის ისეთი გამორჩეული მენტორი არის, ხელოვნებაცოდნე, მან მომაწოდა ეს იდეა და განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ბატონ შავლას ჩიხვაძეს, რომელიც არის ჩინეთიცოდნე და მან დაგვაგეგმირა ასე ვთქვათ ყველაფერი ჩინეთის შესახებ და ჩვენი კურსის დასასრულს გვინდა რომ მოგზაურობთ კიდეც ჩინეთში და იმედია რომ თქვენს შემოუერთდებით ამ შესანიშნავ ამოწყებას. ჩვენი დღევანდელი სპიკერი არის ქალბატონი თეონა გელაშვილი, უნდა წავიკითხო რომ არ შეგაშალოს თესეუს მოწვეული ლექტორი და სინოლოგი. დიდი მადლობა რომ მოგზაურობთ ამ შეხვედრაზე და მე იმედი მაქვს რომ თქვენ შეხვედრას რომ ჩაატარებთ, სხვა შეხვედრებს დაესწრებით ხოლმე როგორც მსმენელი, ჩვენი კარი თქვენთვის მუდმივად ღია იქნება და სიამოვნებით მოგისმენთ დროს აღარ წაგაცნობთ. დიდი მადლობა. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის და მართლაც რომ ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა რომ მსმენელებს ქართულ ენაზე ეძლევათ იმის შესაძლებლობა რომ მოისმინონ ყველაფერი ჩინეთის შესახებ. მე თვითონაც სინოლოგი ვარ და უნივერსიტეტის პერიოდში ყოველთვის მქონდა ხოლმე იმის სურვილი, რომ უფრო მეტი გამეგო ჩინეთის შესახებ, სამწუხაროდ ამისი შესაძლებლობა ქართულ ენაზე არ მოიპოვებოდა ხოლმე. იყო მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი, რამდენიმე სინოლოგი, რომლისგანაც ვიღებდით ხოლმე ძირითად ინფორმაციას. ამიტომ პირველ რიგში მადლობა ფასკუნს ამ შესაძლებლობისთვის და დაორგანიზებისთვის ამ არაჩვეულებრივი კურსის და ასევე ჩინეთის კვლევების კავკასიურ ასოციაციას, რომელიც სულ რამოდენიმე წლის წინ დაარსდა და რომლის მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ თქვენ მოგცეთ იმის შესაძლებლობა, რომ არათუ უცხო ენაზე, არამედ თქვენს მშობლიურ ენაზე შეძლოთ ჩინეთის შესახებ გაიგოთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკა, შეიძლება იყოს ეკონომიკა, თუნდაც ენა, თვითონ სინოლოგიის დარგის ჩამოყალიბება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის ხოლმე და უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაწყდებით ხოლმე იმ პრობლემას, რომ ვერ ხვდებიან სტუდენტების უმეტესობა რა არის სინოლოგია და ითხოვენ ხოლმე, რომ ჩანაცვლოს ეს სახელი ჩინეთმცოდნეობით, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორც ესეთი დარგი იყოს მოცემული სინოლოგიის სახელით, იმიტომ რომ ეს ასე არის დამკვიდრებული. სანამ თვითონ სელექციო კურსზე გადავიდოდე, პატარა შეხსენებასავით გავაკეთებ, რომ ჩინეთის საელჩოს თანადგომით და დაფინანსებით გამოვეცით წიგნი ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები, რომლის შეძენასაც თქვენ შეგიძლიათ ბიბლუსის ქსელში არ თვითონ ქარჩხაძის გამომცემლობაში და ფაქტობრივად თქვენი კურსის განმავლობაში რა საგნებსაც თქვენ გაივლით და რასაც თქვენ მოისმენთ, ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, ისტორია, კულტურა, ხელოვნება და ასე შემდგომ, ეს ზუსტად აი ამ ავტორების შესახებ, ანუ ავტორები მოგიყვებიან ზუსტად ამ თემებზე. აი ესეც არის ჩვენი წიგნი. ერთი ვიზუალი აქვს, ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები, რომელიც ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ ამ წიგნში არსებულ ყველა თემატიკას გაეცნობით ამ სელექციო კურსის განმავლობაში და მეც დღეს იმიტომ ვარ წარმოდგენილი, რომ ამ წიგნში ჩემი თანაავტორობით ზუსტად არის ჩინეთის პოლიტიკა, რომელიც არის ესეთი ამოუცნობი და საინტერესო ზოგადად არა მარტო ქართველი მკითხველისთვის, არამედ ზოგადად დანარჩენი დასავლური სამყაროსთვის, იმიტომ რომ ეს არის ცოტა უცნაურად მოწყობილი
სახელმწიფო, უცნაური მმართველობის ქვეყანა, რომელიც განსხვავდება დასავლური პლურალისტური თუ დემოკრატიული თუ ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოებისაგან. ჩვენ დღევანდელი დღის განმავლობაში მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ ძალიან მარტივად და ლაკონურად გადმოვცე, იმიტომ რომ აუდიტორიიდან გამომდინარე, შესაძლებელი არის თქვენ შორის ესეთი ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად იციან ჩინეთის პოლიტიკის შესახებ, ან საერთოდ არ იციან და პირველად გაიგებენ, ამიტომ ყველასთვის რომ მარტივად გასაგები იყოს, შევეცდები რომ ძალიან ისეთ მარტივ ენაზე, ძალიან საბაზისო ენაზე ვისაუბროთ თქვენთვის, მოგაწოდოთ ინფორმაცია და მე უკვე დისკუსიის რეჟიმში შეგვიძლია უფრო ღრმადად ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, ან თუ იქნება დამატებითი კითხვები. ჩვენ დღევანდელი ლექციის განმავლობაში ვისაუბრებთ ჩინეთის პოლიტიკურ სისტემაზე, რა არის ზოგადად ჩინეთის პოლიტიკური სისტემა, რას ეფუძნება, ასევე ჩინეთის პოლიტიკური სისტემის სტრუქტურაზე, როგორ იმართება ეს სახელმწიფო, ასევე სამთავრობო სტრუქტურებზე და ძირითადად ვისაუბრებთ საკანონმდებლო აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაზე, რომელიც აუცილებელი არის და თითქმის ყველა სახელმწიფოს აქვს და ჩინეთიც არ არის გამონაკლისი. თვითონ პარტიულ სტრუქტურაზე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ვისაუბროთ ჩინეთის პოლიტიკურ სისტემაზე, თუ არ აღვნიშნავთ პარტიას და ეს პარტია გახლავთ ერთპიროვნული და უპირობო ჩინეთის კომუნისტური პარტია და ვეცდები რომ ეს დავაკავშიროთ ერთმანეთთან სამთავრობო სტრუქტურები და პარტიული სტრუქტურები ერთმანეთთან, იმიტომ რომ ესენი არის ფაქტობრივად გადაჯაჭვული და განუყრელი ერთმანეთისგან. და ვისაუბროთ ზოგადად ჩინეთის პოლიტიკის მომავალზე, იმიტომ რომ ჩინეთის პოლიტიკის მომავალზე ხშირად საუბრობენ ხოლმე არა მარტო დასავლური მკვლევარები, ასევე აღმოსავლელი მკვლევარებიც და ნახოთ ზოგადად აქვს თუ არა იმისი პერსპექტივა, რომ ჩინეთი ერთ დღეს გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო. შესაძლებელია გასაკვირიც იყოს ან სასაცილოც იყოს ახლა ამაზე საუბარი, თუმცა თქვენ რომ კარგად გაეცნოთ სხვადასხვა კვლევებს, ხშირად ისმევა ხოლმე კითხვა ემუქრება თუ არა ჩინეთის დემოკრატიზაციის პროცესი და ამაზეც ვისაუბრებთ. ეს იქნება ჩვენი ძირითადი თემა ამ კურსის განმავლობაში და რომ დავიწყოთ ზოგადად ჩინეთის პოლიტიკურ სისტემაზე და წარმოუდგენელია თუ არ ვისაუბრეთ ზოგადად ჩინეთის ისტორიულ წარსულზე, როგორ მოვიდა ზოგადად ჩინეთი ამ რეალობაში, როგორ რეალობაშიც ახლა არის წარმოდგენილი. აუცილებელია ვისაუბროთ ზოგადად მის წარსულზე, იმიტომ რომ ფაქტობრივად თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკა 1959 წლით შეგვიძლია დავათარიღოთ 1 ოქტომბრით, როდესაც ჩინეთი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და სწორედ აქედან იწყება ჩინეთის კომუნისტური პარტიის დომინირება, რომელიც გრძელდება უკვე დღემდე და ვინ იცის კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. შესაძლებელია კიდეც რომ ეს არც შეიცვალოს და უბადოდ გაგრძელდეს, რაც უფრო მეტად სავარაუდოა, ვიდრე მისი დემოკრატიზაციის პროცესი. ზოგადად ბევრმა თქვენთაგანმა დარწმუნებული ვარ იცის და არ არის თქვენთვის უცნობი, რომ ჩინეთი გახლდათ საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელიც იყო იმპერატორი მართავდა მას და იყო სხვადასხვა დინასტიების მმართველობის ქვეშ და ჩვენ როდესაც საუბრობთ ჩინეთის პოლიტიკაზე და გვინდა რომ ვისაუბროთ ამ ჭრილში და რომ არ ვილაპარაკოთ მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ნაწილით, ჩვენთან გვაინტერესებს ის თუ როგორ მოვიდა ჩინეთი კომუნიზმამდე და როგორ მოვიდა 59 წლამდე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ვახსენოთ პირველ რიგში კონფუციზმი, კონფუციანიზმის სახელითაც არის ცნობილი, თუმცა ქართულად ვცდილობთ ხოლმე რომ დავამკვიდროთ ეს კონფუციზმი ტერმინი და ის თუ რა შეიძლება იყოს ეს კონფუციზმი, ხო? ძირითადად უფროს უმცროს, აი ძალიან მარტივად რომ ახსნათ, ხომ უფროს უმცროსობაზე დაფუძნებული ერთგვარი ფილოსოფიური მოძღვრება, ბევრი ადამიანი ამას რელიგიურ ჭრილშიც უყურებს, როგორც ლეგიზმს მაგალითად და არა მარტო ფილოსოფიურ მოძღვრებად, არამედ რელიგიურ მოძღვრებადაც ვიღაცაებისთვის არის, თუმცა ფილოსოფიური მოძღვრება და პირველ რიგში ზოგადად ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ზუსტად აი ამ პერიოდში ხდება ის, რომ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ, რომ ჩართულიყვნენ ზოგადად პოლიტიკურ პროცესებში და მმართველობის პროცესებში, აუცილებელი იყო
ჩაებარებინათ სპეციალური გამოცდები და სწორედ ამ გამოცდებიდან გამომდინარე მოხვედრილი იყვნენ, თქვათ, მმართველობის ზედა ეშელონებში და ემართათ, თქვათ, სახელმწიფო. თუმცა ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო ეგრეთ წოდებული ტუტორის დახმარების გარეშე და სპეციალური სკოლის გავლის გარეშე, რომელიც საშუალებას გაძლევდა, რომ ეს გამოცდები წარმატებით დაგეძლია და ეს არ იყო ნამდვილად მარტივი გამოცდა. დღევანდელი ჩინეთის სისტემაშიც ესეთი არსებობს კაო-ქაო, ანუ ჩვენთან ეგრეთ წოდებული ეროვნული გამოცდები, რომლებსაც მოსწავლეებს საკმაოდ კაცრი გამოცდების ჩაბარება უწევთ იმისთვის, რომ ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ის, რომ მაინც შესაძლებელია ითქვას, რომ ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი ის, კი, ძალიან კარგი იყო, რომ არსებობდა საგამოცდო სისტემა, თუმცა არ იყო ეს ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ამაში მომზადებას ჭირდებოდა სპეციალური სკოლის გავლა, სპეციალური კარგი ტუტორის პოვნა და შემდგომ უკვე შესაძლებელი ხდებოდა, რომ მოხვედრილიყავი მართვის სადავეებში. და ამ ყველაფერმა მოგვიყვანა იქამდე, რომ მიუხედავად ამისა და სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდგომ და ამ ისტორიულმა წარსულმა, ანუ ჰქონდა გამოცდილება ეგრეთ წოდებული საგამოცდო სისტემის, ჰქონდა გამოცდილება იმისა, რომ ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეეძლოთ მმართველობის სისტემაში მოსვლა, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდგომ და აბსოლუტურად ყველაფერი მთლიანი სისტემა იცვლება, როდესაც არსდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომლის მთავარი ფუძემდებელიც გახლავთ ყველას თქვით ის ნაცნობი მაო ძედუნი, რომელმაც ფაქტობრივად ამოატრიალა მთელი ეს სოფხედველობები და დაარსა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. სწორედ აი აქედან თან თუ საუბრობ თანამედროვე ჩინეთზე და თანამედროვე პოლიტიკურ სისტემაზე, შეგვიძლია ვისაუბროთ სწორედ აქედან იმაზე თუ რამდენად შეიძლება ყოფილიყო ეს და დღევანდელ დღეს ყოველთვის კითხვას სვავენ ხოლმე, არის თუ არა დღევანდელი ჩინეთი მსგავსი საბჭოთა კავშირის, ან არის თუ არა დღევანდელი ჩინეთი იმ კომუნისტური სახელმწიფოების, რომლებიც ჩვენამდე არსებობდა. მე საბედნიეროდ არ მქონდა საბჭოთა კავშირში ცხოვრების შესაძლებლობა. მე მგონი აქ დამსწრე საზოგადოებიდან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს პატივი არ ვიცი როგორ შეიძლება დავარქვათ, თუმცა ეს გამოცდილება ჰქონდათ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის ფაქტობრივად თანამედროვე და მაო ძედუნი არის თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკური სტრუქტურის ფუძემდებელი. და ბევრჯერ ვამბობთ ხოლმე, რომ არის კავშირი საბჭოთა კავშირთან მართალია. თავიდან, როდესაც მაომ მოვიდა ჩვენს ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებაში, მას ჰქონდა საკმაოდ სწრაფი ტოლვა საბჭოთა კავშირთან და ის სულ ორჯერ იყო ჩინეთის საზღვრებს გარეს გაცილებული და ეს იყო ორჯერ ვიზიტი მოსკოვში. თუმცა მიუხედავად ამისა, რომ რაღაცა კავშირები იყო საბჭოთა კავშირთან, აი ეს ყველაფერი იცვლება 1950 წლიდან, როდესაც მაო ხვდება, რომ მთლად შესაძლებელია ვერ იყოს საბჭოთა კავშირი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოკავშირე, იმიტომ რომ მაშინდელი მთავრობა მთლად არ გამოხატავდა მზაობას, რომ გაინთავისუფლებინა თაივანი, იმიტომ რომ მოგახსენებთ, რომ ნაციონალისტური მთავრობის შეტაკების შედეგად და კომუნისტების შეტაკების შედეგად მაშინდელი ნაციონალისტური პარტია, ეგრეთ წოდებული კომინტანი, გაიქცა თაივანის კუნძულზე, გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად არსებობდა სამხრეთში თაივანის კუნძულზე ჩინეთის რესპუბლიკა და ჩინეთის მატერიკზე, როგორც ჩვენ უწოდებთ ხოლმე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. გარდა მაგისა, დიდად დაინტერესებული არ იყო დომინირებით ამ რეალობით, როგორი რეალობითაც იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და მაომ ნელ-ნელა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გონს მოეგო და 50 წლიდან დაიწყო საკუთარი
სახელმწიფოს მშენებლობა, ზუსტ განსხვავებული სახელმწიფოს მშენებლობა და ცდილობდა რომ მაქსიმალურად ჩამოშორებოდა იმ დროინდელ საბჭოთა კავშირს და თქვენთვის შესაძლებელია იყოს ცნობილი ორი დიდი განხორციელებული პოლიტიკის, ეს არის დიდი ნახტომი წინ და მეორე კულტურული რევოლუცია, რომელიც მაშინდელი ჩინეთისთვის სავალალო მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამთავრდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მოკლედ რო დავახასიათოთ ეს დიდი ნახტომი წინ, ეს იყო აგრარული რეფორმა, ადრე არსებობდა 57 წელს საბჭოთა კავშირის დროს, დავეციოთ და გავასწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. 5 წლიანი გეგმები, რომელიც მაქსიმალურად ყველანი ცდილობდნენ სოფლის მეურნეობაში, ქარხნებში, რომ მაქსიმალურად ქონდა საბჭოთა კავშირს ეს და გარაციოზული და დიადი მიზნები, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დაწეოდა. დაახლოებით პარალელი რო გავალოთ, შეგვიძლია ვთქვათ, დიდი ნახტომი წინ შეიძლება ასეთი ტიპისაც ყოფილიყო, რომელიც არარეალურ მიზნებს ისახავდა. ეს იმდროინდელი მმართველებიც ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რომ მასიურად მოწეული მოსავალი ან მასიური აგრარული რეფორმები შესაძლებელი ყოფილიყო მოსახლეობისთვის წარმოუდგენელი და ამას თვითონაც ძალიან კარგად ხვდებოდნენ და ხშირ შემთხვევაში ყოველწლიურად, როდესაც უნდა დაედოთ ხოლმე საკუთარი გეგმა, როგორ შესრულდა ეს გეგმები, ხშირ შემთხვევაში ის იყო გაზვიადებული, იმიტომ რომ თვითონაც კარგად ხვდებოდნენ ხოლმე, რომ ეს რეალობას არ შეესაბამებოდა და თვითონ მმართველობის შიგნით იყო შეჯიბრებითობის პრინციპი, რომ თქვა აი ჩემს პროვინციაში მე თქვა მოვიწევ თქვა 500 ტონა ხორბალს და მე მოვიწევ მაგალითად 800 ტონა ხორბალს, თუმცა 500 და 800 ტონა ხორბლის მოწევა იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი იყო და შეუძლებელი იყო არსებული მუშახელის გათვალისწინებით. ხო, ეს ადამიანები რეალურად თვითონ არ გავდნენ და არ მუშაობდნენ მიწასთან, ეს იყო აბსოლუტურად სოფლის მეურნეობაზე და სოფლის მოსახლეობაზე დაფუძნებული. ამიტომ ამანაც დიდად კარგი შედეგები არ გამოიღო ჩინეთისთვის, ჩინეთის განვითარებისთვის და ერთი პერიოდის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაო ცოტათი იმედგაცრუებულიც იყო ამ თავისი გრანდიოზულმა გეგმებმა, რომ არ იმუშავა. რაღაც გარკვეული პერიოდის შემდგომ თითქოს მიჩუმათდა ეს სიტუაცია და უკვე 66 წლიდან იწყება ჩინეთის კულტურული რევოლუცია, რომელიც 10 წელი გასტანა თითქმის და რომელიც ასევე რეალურად არც არსებობს ის რაოდენობა, რო ვთქვათ, რამდენი ადამიანი შეიწირა კულტურულმა რევოლუციამ, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო კარგი და დადებითი შედეგები ჩინეთისთვის და მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ჩინეთი აუცილებლად უნდა მადლიერებას გამოხატავდეს ალბათ მაო ძედუნის მხრივ კულტურული რევოლუციისთვის, რომ ზუსტად ამ დამანგრევებმა ეფექტებმა მოუტანა ჩინეთს ის, რომ გამოფხიზლდნენ და აი გახსნილობის პოლიტიკა 78 წელს, რომლის ფუძემდებელიც გახლავთ ტენ სიაოფინი, მისი დახმარება და მისი ფაქტობრივად ძალიან დიდი წვლილია ის, რომ ჩვენ დღეს ახლა შეგვიძლია თავისუფლად ვილაპარაკოთ ჩინეთზე, გვეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ წავიდეთ ჩინეთში, ვიმოგზავროთ, ვისწავლოთ ჩინური და ვიკვლიოთ ჩინეთის შესახებ, იმიტომ რომ ის პოლიტიკა, რა პოლიტიკას შეიძლება ყოფილიყო გატარებული მაოს პერიოდში, ეს მაგალითად ტენის პერიოდში შეიცვალა. და აი სწორედ ტენ სიაოფინის დახმარება ის, რომ თანამედროვე სისტემაში, თანამედროვე პოლიტიკურ სტრუქტურაში დამკვიდრდა სიტყვა სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით. ანუ როდესაც ჩაუბრობთ ჩვენ სოციალიზმზე, ხშირ შემთხვევაში მე ყოველ შემთხვევაში თავიდან ყოველთვის წარმომედგინა ხოლმე საბჭოთა კავშირი, როცა ვლაპარაკობდით სოციალიზმზე, წარმომედგინა მარქსიზმი, წარმომედგინა ლენინიზმი, თუმცა ჩინეთი არის ნამდვილად გამონაკლისი იმ რეალობისა და იმ დებულებისა, რომელსაც წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი, არის სოციალიზმი ნამდვილად, მაგრამ თავისი სპეციფიკით, ხო, თავისი განსხვავებული, თუნდაც იმ გახსნილობით, რაც ვთქვით, მოგზაურობის შესაძლებლობით, იმ საბაზრო ეკონომიკით, რომელიც თავისუფლად გეძლევა რიგ შემთხვევებში
აწარმოო შენი პროდუქცია, გახსნა შენი მაღაზია, ასევე შემოიზიდო ინვესტიციები, რაც არის ნამდვილად აი ამ 78 წელს გახსნილობის პოლიტიკის დამსახურება. სწორედ ის, რომ თქვა შეგვიძლია დღევანდელ დღეს ჩინეთმა გაუწიოს კონკურენცია ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი ეკონომიკით, ხო? თავისი ქარხნებით და ნამდვილად სადაც არ უნდა წავიდეთ, თითქმის ყველაფერი დამზადებულია ჩინეთში. თუნდაც ამერიკაში, თუნდაც ევროპაში, თუნდაც ჩვენთან, თუნდაც აზიაში და სწორედ არის ეს ამის დამსახურება. ანუ განსხვავებული მიდგომა იმისა, რომ დღეს ჩინეთი არის ამ რეალობით და რატომაც არის ასეთი უნიკალური. პოლიტიკურ სტრუქტურაზე, მაინც პოლიტიკაზე რო ვილაპარაკოთ, სახელმწიფოს მოწყობის წესზეც უნდა ვისაუბროთ და ასევე ტერიტორიულ მოწყობაზეც. არსებობს ესეთი სიტყვა უნიტარული სახელმწიფო, არ ვიცი გაგიგიათ თუ არა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის დაყოფილი სახელმწიფო არანაირ შტატებად მიწებად. უნიტარული ერთპარტიული სახელმწიფოა ჩინეთი. რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ, რომ პროვინციები ხომ არისო და არის ნამდვილად, აი აქ მოცემულია 23 პროვინცია ჩინეთში. აქ არ ჩამოუთვლია ამას ნამდვილად. არსებობს 5 ავტონომიური რეგიონი, 4 მუნიციპალიტეტი და 2 სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, ჰონკონგი და მაკაო, ხო, რომლებიც ესეთნაირად არის მოცემული და აქ ეს პატარა ცხრილი არის, რომელიც ძალიან საინტერესოა ადმინისტრაციულ დონეზე. ჩინეთი როგორ იმართება, ეს არის პროვინციის დონე, აქ რაც ვისაუბრეთ, ხო, ეს 23 პროვინცია, სპეციალური მუნიციპალიტეტები, ოლქები, შემდეგი არის უკვე პრეფექტურის დონე, შემდეგ არის ქალაქის დონე და დაბის დონე. აი ეს დაბის დონე ჩვენთან შემთხვევაში შესაძლებელია უფრო რაიონთან გავავლოთ პარალელი, იმიტომ რომ იქ დაბა ჩვენთვის რაიონია, ხო, ნებისმიერ რაიონული ცენტრები და ამ ყველაფერს და ცალკე არის მაგალითად სოფლის დონე, რომელსაც ყავს თავისი მთავრობა, რომელიც ჩვეულებრივად დეცენტრალიზირებული არის და განსხვავებულად იმართება. აქ ძალიან საინტერესოა იმის თქმა, რომ აი ჩვენთან მაგალითად თუ თქვა კახეთის რეგიონში დაიბადე და ცხოვრობ, ხო? იქ შეგიძლია უფრო იქ აიღო პენსია. ანუ იქ იღებ პენსიას. მაგალითად, ჩინეთის შემთხვევაში პროვინციები განსხვავდება მაინც ერთმანეთისგან. არსებობს ბევრად უფრო მდიდარი პროვინციები და არსებობს შედარებით ღარიბი პროვინციები. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინციის მაგალითი არის ჭეძიანგის პროვინცია. გეცოდინებათ ნამდვილად ეს პროვინცია, მანდედან არის ჯეკმა, ალიბაბას დამფუძნებელი, ალიფეი შესაძლებელია იცოდეთ, ეს არის ონლაინ გადახდის სისტემა, რომელიც ძალიან საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია. მის სათავე მდებარეობს მაგალითად მის დედაქალაქში, ამ პროვინციის დედაქალაქში ხანჯოუში. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინციად ითვლება. შესაბამისად, აქ ანაზღაურების თემა, ანუ ანაზღაურებაც უფრო მეტია, ვიდრე მაგალითად შეიძლება ვთქვათ, რა ვიცი, ანხუის პროვინციაში, ან შიდა მონღოლეთში. შიდა მონღოლეთი შედარებით უფრო წირი და ღარიბი პროვინცია გახლავთ. ანუ რეალურად პროვინციები განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ თუ შენ კარგ პროვინციაში მუშაობ, ნიშნავს, რომ უკეთესი ანაზღაურება შეიძლება გქონდეს, ვიდრე მაგალითად შედარებით ნაკლებად მაღალ ანაზღაურებად. აი ანხუის პროვინცია შეგვიძლია ვთქვათ, ბევრი შეიძლება იყოს, აი აქ მაგალითად აი შიდა მონღოლეთში დიდად არ არის განვითარებული რაღაცები. ხანჭოუ არის და ჭეძიანი ყველაზე კარგად ამის კარგი მაგალითი რეალურად. არა, შიდა მონღოლეთი, სინძიანი არის, სინძიანის პროვინცია ჩრდილო-დასავლეთში, ხო. შიდა მონღოლეთი ფაქტობრივად მონღოლეთის საზღვართან მდებარეობს. მან ძირითადად უფრო უდაბნოები არის, ძირითადად საკმაოდ მკაცრი კლიმატური პირობებია, ქარხნები ძირითადად მანდ არ არის განლაგებული, ცხოვრებაც საკმაოდ რთული არის, იმიტომ რომ ისეთი ქარები იცის, რომ რეალურად ძალიან რთულია იქ ადაპტირდე და ტემპერატურის დისბალანსიც არის უდაბნოს გამო
ცივა-ცხელა ნებისმიერ დროს. კიდევ მოკლედ ვისაუბრეთ ტერიტორიულ მოწყობაზე. გავარკვიეთ ეს ჩვენი პროვინციები და ავტონომიური რეგიონი. აი ავტონომიურ რეგიონში შედის შიდა მონღოლეთი, კვანსი, ტიბეტი, ნინსია და სინძიან უიღურები. აი სინძიან უიღურები შეიძლება იცოდეთ, რომ ცოტა პრობლემური რეგიონი გახლავს ჩინეთისთვის. ეს არის ყაზახეთის საზღვრება, საკმაოდ დიდი პროვინცია არის, უიღურებით ეთნიკური უმცირესობას წარმოადგენს ჩინეთისთვის და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ისეთი პრობლემური რეგიონია იმ თვალსაზრისით, რომ რამდენჯერ მან უვუმჩიში, რომელიც გახლავთ სინძიანის დედაქალაქი, ტერორისტულ აქტებსაც ჰქონდა ადგილი და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ისეთი ცხელი რეგიონს წარმოადგენს და ავტონომიურ რეგიონით არის მაგიტომ დასახელებული. ანალოგიურად როგორც ტიბეტი, ხომ? ტიბეტიც საკმაოდ ისეთი სენსიტიური რეგიონი გახლავთ ჩინეთისათვის, თავისი დამოუკიდებლობის მცდელობებით და მოთხოვნებით და აი მაგალითად დალაი ლამას, რომელი ქვეყნებიც აღიარებენ, აი მაგალითად ინდოეთში ცხოვრობს როგორც ბოლოს ცნობების შესახებ, საკმაოდ ისეთი კონტროლდება ჩინეთის ტერიტორიაზე, რამდენად შეიძლება შევიდნენ ამ ქვეყნის წარმომადგენლები და თუ არა, მე მქონდა პირადად ესეთი შემთხვევა, რომ ჩემს ნორვეგიელ მეგობარს არ მისცეს ტიბეტში შესვლის უფლება, იმიტომ რომ ნორვეგიამ ზუსტად წელი არ მახსოვს, მე მგონი 2010 წელს დალაი ლამას გადასცა მშვიდობის პრიზი და სწორედ ამის გამო ნორვეგიელი მოსახლეობა არ დაიშვება ტიბეტის რეგიონში. ტიბეტში შესვლაც ესეთი მარტივი ნამდვილად არ გახლავთ, აუცილებელია სპეციალური ნებართვა, რომელიც უნდა მოიპოვოთ, რომ შეხვიდეთ ტიბეტის რეგიონში და თან მარტო უცხოელების გადაადგილება ესე არ არის თქვენი ნებასურველით ვერ წახვალთ ტიბეტში თუ არ ეკუთვნით რომ თუ არ გაქვთ ნაყიდი რომელიმე ტურისტული კომპანიის პაკეტი ტური, რომ მათ თქვენ როგორც ცალკე ინდივიდი ესე ტიბეტში ვერ იმოგზაურებთ, განსხვავებით ნებისმიერი სხვა პროვინციისგან და ქალაქისგან, სადაც ნამდვილად არ ხართ არანაირი შეზღუდულები, თან იცით კიდევაც ახლა ვიზო რეჟიმიც გვაქვს, საერთოდ არც გვჭირდება არც ჩინეთში და არც ჰონგ-კონგში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჰონგ-კონგშიც აუცილებელი იყო დამატებითი ვიზა, ხოლმე, ამიტომ ესეც არ არის ნამდვილად არ არის პრობლემური. როგორ უვიზოთ გადაადგილება შესაძლებელია ჰონგ-კონგში. კი ბატონო. ეს ცხრილი რაც აქ არის გამოსახული რეალურად იმის სადემონსტრაციოდ არის, რომ აი მარტივად რომ ვთქვათ და შედარებაც რომ გავაკეთოთ, ჩვენთან როგორც არის ადგილობრივი თვითმმართველობები და ადგილობრივ პროვინციებს და ჩვენ შემთხვევაში კუთხეებს ყავთ ადგილობრივი მთავრობები და მერი, გუბერნატორები ასეთნაირად მუშაობს რეალურად ჩინეთიც დაახლოებით, უბრალოდ აი ამ ცხრილზე არის დონეების მიხედვით დაყოფილი, ყველაზე დაბალი დონიდან ყველაზე მაღალ დონემდე მოცემული, ანუ ზუსტად ანალოგიური შეიძლება იყოს, როგორიც არის ჩვენთან, უბრალოდ მასშტაბურად განსხვავდება, ხო? აქ სოფლის დონეა, დაბის დონე, რაც რეალურად აქ მოცემული არის. საარჩევნო სისტემა. რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს, ჩვენ თქვით, რომ ჩინეთს მართავს ჩინეთის კომუნისტური პარტია. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას როცა ვსაუბრობთ, ალბათ როგორც მე, ასევე თქვენც წარმოგიდგენიათ ის, რომ აქ არჩევნები არ უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ სიტყვა კომუნიზმი სადაც ურევია, შესაძლებელია რომ გამორიცხავდეს რაიმე ტიპის არჩევნებს. ან ზოგადად საარჩევნო კოლეგიას. რაღაც თვალსაზრისით შეიძლება მართლებით იყოთ, მაგრამ ეს საარჩევნო სისტემა არ არის როგორი საარჩევნო სისტემაც არის დასავლურ დემოკრატიულ ქვეყნებში. ნუ ჩვენც გვაქვს მაგის პრეტენზია, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ, ხო? აქ პატარა ცხრილი არის მოცემული, არ ვიცი, შესაძლებელია არც იცოდეთ, მაგრამ ჩინეთში არ კომუნისტური პარტიის გარდა არსებობს 8 არაკომუნისტური პარტიაც, რომლებიც წარმოდგენილები არიან ჩვეულებრივად აღმასრულებელ ორგანოში.
და საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა რა თქმა უნდა, ესენი არიან კომუნისტური პარტიის ფრთის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ აქ სხვადასხვა სახელები აქვთ, აი და ეს ცხრილიც განაპირობებს იმას, აი რამ პროცენტულად რამდენი არიან წარმოადგენლები, კომუნისტურ პარტიას ყველაზე დიდი პროცენტული წილი აქვს მოცემული და სხვადასხვა პარტიებს. ხო, ეს არის თაივანის დემოკრატიული ლიგა, მაგალითად შეიძლება იყოს ჩინეთის დემოკრატიული ლიგა და ასე შემდგომ. რეალურად ეს არაკომუნისტური პარტიები და წევრები არიან როგორც ვახსენე კომუნისტური პარტიის ქვეშ, თუმცა საკმაოდ საკმარისი რაოდენობის წარმომადგენლობაც აქვს და სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ. ამის მაგალითად ერთი საკითხის პარტიები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს, აი კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებულები და მათ რა თქმა უნდა არ აქვთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არღებულობენ შესაძლებელია მონაწილეობას, თუმცა 1.3%, 1.5% წარმოადგენლები არიან და მინდა გითხრათ ეს საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ჩინეთის შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩინეთის მოსახლეობა საკმაოდ დიდია და თვითონ პარტიის წევრი, აი მაგალითად ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ბოლო მონაცემებით ყავთ დაახლოებით 97 მილიონი წევრი, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობის არის. გარდა მაგისა, აი წინა სლაიდზე გადმოვალ, აქ როგორც ვთქვი, გუბერნატორები, მერები, მერის მოადგილეები და ასე შემდგომ, ესეც არჩევნების პრინციპით, ანუ არაპირდაპირი არჩევნების პრინციპით ირჩევიან, ისეთი კანდიდატურას წამოაყენებს რომელიმე კონკრეტული დაბა, რომ მინდა რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი გახდეს, თქვათ, გუბერნატორი ან მერი, ანუ იყოს ჩემი წარმომადგენელი პარლამენტში. შემდეგ უკვე თვითონ შიდა პარტიული იმის მიხედვით ირჩევა, ჩვენთან მაგალითად თუ არის რომ აი მაგალითად წელს ოქტომბერში უნდა ჩავატაროთ არჩევნები და ავირჩიოთ მერები, ხომ ასეა? იქ ხალხი რა თქმა უნდა არ ირჩევს, ირჩევს დაბაში აი თვითონ მაგალითად მერიაში არსებული თანამშრომლები. გაკეთება სია, იმიტომ რომ მაგალითად 5 ადამიანს უნდა, მე შიდა პარტიული მოლაპარაკების შედეგად ერთი კონკრეტული გაიმარჯვებს და ის უკვე ხდება თქვათ ამა თუ იმ კონკრეტული პროვინციის დაბის წარმომადგენელი. ანუ ამ თვალსაზრისით აი არჩევნებს რო ვამბობ, უფრო შიდა პარტიულ არჩევნებს გულისხმობ, ვიდრე გარეთა არჩევნებს, ხო? გარეთ არავინ მოსახლეობა არ ირჩევს არაფერს. შიგნით არსებული მოლაპარაკების შედეგად. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ ეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი არჩევნები არის, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, საკმაოდ დიდი ბიუროკრატია არსებობს პირადი ინტერესები, არსებობს პირადი სიმპათიები და ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირად გამოკითხვებს. მაგალითად, თუ ვიღაც უნდა რომ გახდეს მერი, არსებობს სპეციალური კომისია, სადაც ჩაინიშნება, თან ეს კომისია არ გეგონოთ რომ კონკრეტული ჩანიშნული თარიღი არის ხოლმე, ესე როგორც შემოწმებასავით მიდის ეს კომისია, აი ზემოდან მოდიანო რო ამბობენ ხოლმე დაახლოებით ესე და ატარებს პირად გამოკითხვას პირადი თანამშრომლების საფუძველზე, მაგალითად როგორი თანამშრომელია, როგორი პირადი უნარჩვევები აქვს, რამდენად შესაძლებელია რომ იყოს ეს ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში. ანუ ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და საკმაოდ დიდი როლი ენიჭება აი ამ არაპირდაპირი არჩევნების პროცესში და ეს გამოკითხვები მიმდინარეობს ხოლმე აი ეგრეთ წოდებული დაწინაურების თვალსაზრისით. სწორედ ასე აირჩევიან ეს ადამიანები და მინდა გითხრათ რომ აი ამ არაკომუნისტურ პარტიის წევრებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა რომ თქვათ გახდნენ მერი, გუბერნატორი ან წარმომადგენელი ამ კონკრეტული დაბის თქვათ პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოში. ამიტომ ეს 8 არაკომუნისტური პარტია ხელწამოსაკრავი პარტიები არ არიან, ანუ თლად ბუტაფორიები არ არიან, ანუ არ წარმოადგენენ თლად არაფერს. შესაძლებელია
რომ დიდი მნიშვნელობა თქვათ პრემიერ-მინისტრი ან თქვათ ვიცე-პრემიერი არ დაინიშნოს ამ პატარა პარტიებიდან, თუმცა აი ლოკალურ დონეზე, აი პრეფექტურის დონეზე ან დაბის დონეზე მათ საკმაოდ წონადი ფუნქცია აკისრიათ. ანუ შესაძლებელია რომ ისინი გახდნენ თქვათ მერები, გუბერნატორები და ასე შემდგომ. არ ვიცი, აი აქ ცოტა წვრილად ჩანს რეალურად ეს არის პარტია სახელმწიფო, რომ ვთქვათ, როგორ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან ჩინეთის სამთავრობო სტრუქტურები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. ნუ უნდა ვთქვათ, რომ პირველ რიგში შიდა პარტიული სტრუქტურა იმდენად მნიშვნელოვანია და მყარია, რომ შიდა პარტიული სტრუქტურით, რა თქმა უნდა, კომპლექტება სამთავრობო სტრუქტურები, ხო? აი ის რომ აუცილებლად ამაზე შევთანხმდეთ. აქ ზემოთ მოცემული გვაქვს აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება და მთავრობა, ასევე პარტია, აი ამ ნაწილში არის ჩამოთვლილი რეალურად პარტია, ნუ ვინები არიან ესენი, ნუ გენერალური მდივანი, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, ეს ძალიან საინტერესო ნაწილია და აი აქ არის უკვე თვითონ ცხრილის სახით. ცოტა შეიძლება დაბნეულები იყოთ, ეხლა ამას რა უყურებთ, მაგრამ მე უკან დავბრუნდებით და შევაფასოთ რას ვილაპარაკებთ ახლა და მე აი ამას დავაკვირდეთ დეტალურად და თქვენც კარგად მიხვდებით. სანამ პარტიაზე ვილაპარაკებდი, მოდი ვისაუბროთ ჯერ პირველ რიგში აი ამ სამთავრობო სტრუქტურაზე, ხო? ზოგადად როცა ვილაპარაკობთ პოლიტიკურ სისტემაზე და მთავრობის დაკომპლექტებაზე, სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ყავდეს საკანონმდებლო ორგანო, აუცილებელია ყავდეს აღმასრულებელი ორგანო, ვინც აი საკანონმდებლო ორგანოში მიღებულ კანონებს და წესებს აღასრულებს და სასამართლო ორგანო. აი სამთავრობო სტრუქტურიდან პირველი ვისაუბროთ საკანონმდებლო ორგანოზე, ხო? ჩვენ შემთხვევაში ქვია პარლამენტი, ჩინეთის შემთხვევაში ქვია ეროვნული სახალხო კონგრესი, აბრევიატურით ინგლისურად NPC-ს ვეძახით ხოლმე. აი ეს ეროვნული სახალხო კონგრესი გახლავთ ჩინეთის პარლამენტი. აქ მოცემულია ფოტო 2025 წლის ყრილობიდან. ქვემოთ უწერია, რომ ეროვნული სახალხო კონგრესიო 5 წლის გადით ირჩევაო. ანუ ჩვენ შემთხვევაშიც ფაქტობრივად სტანდარტულად შეიძლება გამოდიოს, ნუ აქ 4 წელია, იქ 5 წელია, ხო? პარლამენტის არჩევნებს ვატარებთ ხოლმე 20 წელიწადში ერთხელ. ისინი ჩინეთის შემთხვევაში ირჩევიან 5 წლის ვადით და მე მგონი ჩვენი ლექციის პარალელურად მიმდინარეობს ჩინეთში აი ზუსტად ეროვნული სახალხო კონგრესის ხდომა, რომელიც 5 მარტს დაიწყო, ზუსტად გაზაფხულის სესიაზე იმართება ხოლმე, რომელიც ძალიან საინტერესო თემატიკას მოიცავს. ამ შემთხვევაში ახლანდელი ძირითადი მათი განხილვის თემა არის ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვები, იმიტომ რომ ეს ძალიან სენსიტიურია ახლანდელი თანამედროვე ჩინეთისთვის, ხო? აი ფაქტობრივად პეკინში ახლა თიანანმენზე საკმაოდ ისეთი ქარცეცხლი მიმდინარეობს ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს ხდომის ეროვნული სახალხო კონგრესის. ეს არის ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, რომლის უფლებამოსილება სტანდარტულად არანაირი განსხვავებული, გამოსცეს კანონები, ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის მუშაობას, უზენაესი სასამართლოს მუშაობას, ჩინეთსაც აქვს უზენაესი სასამართლო, სპეციალური კომიტეტების მუშაობას და ასე შემდგომ. ანუ ჩვეულებრივი სტანდარტული პარლამენტი, როგორც არის ჩვენთან, როგორც არის დასავლურ ნებისმიერ ტიპის დემოკრატიაში. უბრალოდ რამდენი ადამიანია და აი სულ ახალი მონაცემებით არის 2025 წელს ესწრება ამ სხდომას 2977 ადამიანი. ზუსტად ახლა, აი, როცა მიმდინარეობს, ეს პირველი სესია გაიმართა 5-11 მარტს და დაესწრო 2977 ადამიანი. ანუ მათი პარლამენტარები არიან 2977 ადამიანი. ეხლა ეს არის ძალიან საინტერესო ნაწილი. ჩვენ მაგალითად კვოტები არ გვაქვს, ხო? ანუ არანაირი კვოტები არ გვაქვს, არანაირი დელეგატები, ანუ ისინი არ გვყავს გამოყოფილი კონკრეტულად, რომ მაგალითად კახეთიდან, ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ის, რომ მუნიციპალიტეტებიდან მაჟორიტარი დეპუტატები, მე მგონი ეს საარჩევნო სისტემა გაგვიუქმდა უკვე, ხო? და არ გვყავს, მაგრამ აი აქაც დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ არის მსგავსება, ოღონდ ცოტა განსხვავებული. პირველი მაგალითად, ეროვნულ სახალხო კონგრესში პარლამენტში, ჩინეთის პარლამენტში აუცილებლად უნდა იყვნენ ჰონკონგისა და მაკაოს წარმომადგენლები.
იმიტომ რომ თქვით, რომ ეს არის ორი სპეციალური ადმინისტრაციული ორგანო და აუცილებელი არის, რომ მათი წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. თაივანის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს თაივანი ჩინეთის ნაწილია, ხო? მათი ეს ამაზე დავა ყოველთვის შეიძლება. თაივანის აქვს თავისი წარმომადგენლობა, სახალხო განმათავისუფლებული არმიის წარმომადგენლები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჩინეთის საკმაოდ. ძალიან, აი მაგალითად, სინძიანს ყავს ყველაზე მეტი, ხო? იმიტომ რომ სინძიანის პროვინცია ყველაზე დიდი, ყველაზე მეტი ეთნიკური წარმომადგენლობით. აქ არის რეალურად აი რამდენზეა, აქ მიმდინარეობს კიდევაც ის რომ ზოგი შეამცირონ, ზოგი გაზარდონ, აი თავიდან იყოს სულ პირველად რომ 100,000 ადამიანზე ერთი წარმომადგენლობა უნდა ყოველოდა თითოეულ პროვინციას. მაგრამ თავიდან იყო ძალიან არასწორი, იმიტომ რომ ზოგი პროვინციაში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ზოგი პროვინციაში ბევრად უფრო ცოტა ადამიანი ცხოვრობს და არ გამოდიოდა დისბალანსი გამოდიოდა. შემდეგ მოითხოვეს რომ გაეზარდათ ამისი რაოდენობა, თუმცა აი ზუსტად ამ ეტაპზეც აი ძალიან საინტერესოა ეხლანდელი აი ეს ხდომა როგორ დამთავრდება და რა რეალურად რა შედეგზე გავლენ, იმიტომ რომ აი წარმომადგენლობის თვალსაზრისით ყოველთვის არის ხოლმე პრობლემა. ვის რამდენი წარმომადგენლობა უნდა გქონდეს ეთნიკური უმცირესობების თვალსაზრისით და პროვინციებიდანაც გამომდინარე, იმიტომ რომ არასტანდარტულია, ხო? ტერიტორიული თვალსაზრისით ზოგი პატარა, ზოგი დიდია, ზოგს მეტი მოსახლეობა ყავს, ზოგს ცოტა მოსახლეობა ყავს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეროვნულ სახალხო კონგრესში შედიან საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ჩინელები. ანუ ის ადამიანები, რომლებიც არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრები და მიიღეს განათლება საზღვარგარეთ და არიან საკმაოდ ისეთი წარმატებული ადამიანები, შეიძლება ესენი იყვნენ კვლევარები, შეიძლება ესენი იყვნენ ლექტორები ან შესაბამისად უბრალოდ ენთუზიასტი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკმარის სათანადო ცოდნა იმისთვის, რომ გამოადგნენ ჩინეთს. და აქვთ საინტერესო თქვათ იდეები, ან არიან ძალიან მიზანსწრაფულები, ან უნდათ რომ მეტი იმუშაონ ასეთი ადამიანები, ქალი დელეგატები, ქალი წარმომადგენლობები წავთ, მათ აქვთ თავიანთი კვოტა. და ძალიან საინტერესოა ეს, რომ ქალებთან მიმართებაში წლიდან წლამდე ბევრად უფრო იზრდება ქალების ჩართულობა პოლიტიკაში ჩინეთში და არა მარტო, იმიტომ რომ ისინი ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია აი პოლიტბიუროში და მივალ არ იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა დიპლომატიურ სფეროში აი შედარებით ცოტა დაბალ დონეზე გუბერნატორებად, მერებად და დელეგატებად საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ყავთ და წლიდან წლამდე ბევრად უფრო იზრდება და ამაზე არსებობს კიდევ ძალიან საინტერესო კვლევა, რომ ძალიან ხშირად წერენ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ქალი დელეგატები ბევრად უფრო ბოლო პერიოდში უფრო მეტად ენთუზიაზმით არიან განსწავლულები თავის საქმის მიმართ, ვიდრე თქვათ იგივე პოზიციაზე მომუშავე თქვათ მამრობითი სქესის წარმომადგენლები და ეს არისო ბევრად უფრო მეტად შესამჩნევი ბოლო პერიოდში, ვიდრე თქვათ წინა წლებთან შედარებითო, მუშათა, ფერმერთა და ინტელექტუალთა დელეგატებიც არიან წარმოდგენილი, მუშები და ფერმერები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის პოლიტიკაში, იმიტომ რომ ჩინეთში საკმაოდ დიდი ნაწილი მოსახლეობის არის სოფლად ცხოვრობს, ურბანული მოსახლეობა და შესაბამისად მათ აუცილებელია რომ ყავდეთ თავიანთი წარმომადგენლობები, ძირითადად უფრო მეტად სამხრეთის რეგიონებში ითვლება, ჩრდილოეთში უფრო მეტად ინდუსტრიულად არიან განვითარებულები, სამხრეთში არის ძირითადად ეს მუშათა ფენები და გარდა ამისა თუ ვილაპარაკებთ ისევ სოციალიზმზე, მუშები და ფერმერები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ თავიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში. პარტიისა და მთავრობის წამყვანი კადრები არიან ეს ადამიანები, რომლებიც უბრალოდ პარტიაში მუშაობენ მაღალ თანამდებობებზე და არაკომუნისტური პარტიის დელეგატები, აი ეს 8 არაკომუნისტური პარტია როცა იყო წინა სლაიდზე, ზუსტად ისინი, აი ეს ადამიანები არიან ჯამში სულ ახლახან კარგია რომ ეხლა გაიმართა ეს შეხვედრა 2977 ადამიანი. თქვით რომ 5 წლის ვადით ირჩევიან. შემდგომი რაც ძალიან საინტერესოა 2000 სანამ გადავიდოდე შემდეგზე ვიტყვი რომ თქვენი აზრით ეს რიტორიკული კითხვა იქნება რამდენად ეფექტურად შეიძლება მუშაობდეს 2977 ადამიანი.
მე მგონი არა. 2977 ადამიანი ეფექტურად ვერ იმუშავებს ნამდვილად. ამიტომ არსებობს ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივ მოქმედი კომიტეტი. რომლებიც ბევრად უფრო შეზღუდული რაოდენობის არიან, სულ 175 ადამიანია ამ მუდმივ მოქმედ კომიტეტში, რომლებიც ბევრად უფრო აქტიურად ორ თვეში ერთხელ იკრიბებიან, ბევრად უფრო აქტიურად მუშაობენ, ანუ ბევრად უფრო მოქნილები არიან, ვიდრე 2977 ადამიანი და მათ ბევრად უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ. ვინაიდან და რადგანაც ისინი წელიწადში ერთხელ იკრიბებიან გაზაფხულზე, ესენი ორ თვეში ერთხელ. ამიტომ რეალურად მათი მოვალეობა ის არის, რომ აი უფრო მეტად გაუწიონ კონტროლი კანონების აღსრულებას, თქო დანიშნონ კი, ამ შემთხვევაში არა. აი ესენიც ირჩევიან რეალურად. ესენიც რა თქმა უნდა მუდმივ მოქმედი კომიტეტი მხოლოდ იმიტომ ქვია, რომ ორ თვეში ერთხელ იკრიბებიან, უფრო აქტიურები არიან, უფრო მობილური ჯგუფი არის ეროვნული სახალხო კონგრესის, ამიტომ ქვია მუდმივ მოქმედი კომიტეტი. რეალურად პარლამენტი იკრიბება წელიწადში ერთხელ. მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში. რაც განსხვავებულია მაგალითად დასავლური მიდგომისგან, ხო? ხა ჩვენთან პარლამენტს თავის სესიები აქვს, უფრო მეტად თავის კომიტეტებში მუშაობენ, ესენი მხოლოდ წელიწადში ერთხელ. ამიტომ მუდმივ მოქმედი კომიტეტი ორ თვეში ერთხელ. ანუ ესენი ბევრად უფრო აქტიურები არიან და მობილური ჯგუფია. ანუ ეს ეკუთვნის ასევე საკანონმდებლო ორგანოს, ანუ პარლამენტის ნაწილია. ასევე საკანონმდებლო ორგანოში არსებობს ასეთი სახელით, ასე ინგლისური აბრევიატურა CPPCC, შეიძლება სადღაც შეგხვედრე, ეს არის ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენცია. კონფერენციას სახელი ზუსტად იმიტომ ქვია, რომ აი აქ არ არის აუცილებელი, რომ აი ამ ეს 2977 ადამიანი შეიკრიბოს. აქ იკრიბებიან ზოგადად ჩინეთში არსებული უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები, ინტელექტუალები, შეიძლება საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ადამიანები, რომლებიც რეალურად საკმაოდ დიდ ინტელექტუალურ ბაზას ქმნიან ჩინეთში, ანუ ჩინელი ინტელექტუალები თავისუფლად შეგვიძლია დავარქვათ და რეალურად ეს ამ კონფერენციაზე განიხილება ძალიან მარტივად რო ვთქვათ, აი ეს მიღებული კანონები რამდენად შეიძლება იყოს ფორმალური ხასიათისას, აი გაცნობითი ტიპის კონფერენცია. ამ კონფერენციას წევრების რაოდენობა საკმაოდ დიდი არის, იმიტომ რომ იქ თუ 2977 ადამიანი იყო, აქ შეიძლება უნივერსიტეტის პროფესორები ან რექტორები ან ხელმძღვანელები იყვნენ და უბრალოდ მისი მთავარი მიზანი ის არის, რომ აი ეს პარტიული და ეს იდენტობა გამტკიცდეს, ერთობა გამტკიცდეს, დააკავშიროს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ერთმანეთთან, დააკავშიროს ეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრები ერთმანეთთან და უფრო სიმბოლური ტიპის ხასიათს. აი ძალიან ისე ცოტა კრიტიკული ნაწილით რო შევხედოთ, შეიძლება იყოს ეს ცოტა ფასადური ნაწილი. აი, სანამ მე კანონებს მივიღებ, რომ პირობად დავპატიჟო ყველა და ვუთხრა, რომ აი ამ კანონების მიღებას ვაპირებ და რეალურად ეთანხმებით თუ არა და რა თქმა უნდა, ყველა დაეთანხმა. ანუ, მაგრამ მაინც ერთგვარი დაახლოება და ურთიერთობა არის იმ წევრებთან, ხომ? როგორც თქვი, 97 მილიონი ადამიანი არის კომუნისტური პარტიის შემადგენლობაში და ყველა სხვა არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მმართველ ორგანოებში მოხვდეს ან თუნდაც დაბის დონეზე მოხდეს. ამიტომ ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ანუ პარტიას და ზოგადად მმართველობას ახლო ურთიერთობა ქონდეს საკუთარ წევრებთან და ხალხთან, რომელიც მართლა რეალურად დიდ ნაწილს ქმნის იმას, რაც შეიძლება ჩინეთი ზუსტად ეხლა იყოს, ხო? ჩვენთვის საინტერესო. ეს სამი ნაწილი, ანუ სახალხო კონგრესი, მუდმივ მოქმედი კომიტეტი და საკონსულტაციო კონფერენცია არის ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს ნაწილი. აი საკანონმდებლო ორგანოში ეს სამი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც უნდა ვიცოდეთ. უკვე რომ გადმოვიდეთ აღმასრულებელ ორგანოზე, ის სტანდარტულად არის, აქ დღევანდელი
მთავარმოქმედი პირები არიან მოცემულები, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი, სამინისტროები, ხო? უამრავი სამინისტრო, უამრავი კომიტეტი, რომლებიც უფრო მეტად მობილური ჯგუფები არიან, ესენი რა თქმა უნდა უფრო აქტიურად მუშაობენ, აქტიურად იკრიბებიან, აქტიურად მსჯელობენ და ეს ადამიანები არიან რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერები და წევრები და ასევე რახან იქ არიან მნიშვნელოვნებიც, ასევე არიან აღმასრულებელ ორგანოში და მათი სტანდარტული მოვალეობა, ამაზე არ დავკონკრეტები, კითხვები თუ იქნება მე რა ვიმსჯელოთ, ანუ სტანდარტული მოვალეობები აქვს, რაც აქვს მაგალითად დასავლეთში პრეზიდენტს, პრემიერს, პრემიერ-მინისტრს და სამინისტროებს, ხო? სტანდარტულად არანაირი განსხვავება არ არის ამ თვალსაზრისით მათ ფუნქცია მოვალეობებში. ერთადერთი შეიძლება ითქვას, რომ სი ძინპინი გარდა იმისა, რომ არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასევე გახლავთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი. იმიტომ რომ არ იყოს სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ის არ იქნებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი. ეს არის ძალიან დაკავშირებული ერთმანეთთან, აუცილებლად ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამიტომ როცა ვსაუბრობ პარტია სახელმწიფოზე, აი ეს მოიაზრება და ამაზე კიდევ ვისაუბრებ. სასამართლო ხელისუფლება ესე დონეების მიხედვით არის დაყოფილი ჩვენთან როგორც არის, ხო, ეს საოლქო სასამართლო უზენაისი, უზენაისი სასამართლო არის ზუსტად ზემოთ მოცემული კანონების აღსრულება, კანონების გამოცემა, საკანონმდებლო ორგანო რომ მიიღებს ამ კანონებს, ამის დამტკიცება, აღსრულება, კონტროლი იმისა, რომ კარგად და ზუსტად მიმდინარეობდეს ამ ყველაფრის აღსრულება და ასე შემდგომ, ხო? სტანდარტულად აქაც განსხვავება ამ თვალსაზრისით არ არსებობს იმ სასამართლო სისტემებისგან, ხო? ხა, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მე ხო დამოუკიდებელია, არ არის დამოუკიდებელი და ასე შემდეგ. ეს უკვე ცალკე საუბრის თემა, უბრალოდ როგორც სტრუქტურირებულად სახელმწიფო პოლიტიკურ სისტემაზე რო ლაპარაკობთ, არსებობს. პარტიული სტრუქტურა. აი პარტია სახელმწიფოზე, ხო? თუ საუბრობთ ჩინეთის პოლიტიკურ სისტემაზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პარტიული სტრუქტურაც, ხო? აი ზემოთ გენერალური მდივანი, აი ჩვენი პატივცემული სი არის წამომჯდარი, ასევე პოლიტბიუროს კომიტეტი, აი ის ადამიანები, რომლებიც არიან პრემიერები, ვიცე-პრეზიდენტები და ზედა ისინი, ზედა რანგში მოცემულები, პოლიტბიურო, მერე არის ცენტრალური კომიტეტი, ანუ ეს პარტიის ეროვნული კონგრესი, რომელიც ძალიან საინტერესო და ჩინეთის კომუნისტური პარტია თავისი 97 მილიონიანი წევრით, ხო? ანუ როგორ შეიძლება ეს პირამიდა ახავს იმას, რომ უბრალოდ წევრობიდან როგორ შეგიძლია ახვიდეთ ზემოთ და ზემოთ, ხო? და ფაქტობრივად ეს პოლიტბიუროს ეს 8 ადამიანი, ხო? თავისი გენერალური მდივნით გამოხატავს ფაქტობრივად ჩინეთის კომუნისტური პარტიის ელიტას, ხო? ესენი არიან ელიტის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებენ სწორედ აქეთ ჩინეთის სამთავროს, რა თქმა უნდა, ხო? აი ეს სულ ზემოთ გენერალური მდივანი. მუდმივი მოქმედი კომიტეტი, პოლიტბიუროს მუდმივი მოქმედი კომიტეტი და თვითონ პოლიტბიურო. აი ეს აქ ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის ეროვნული კონგრესი. აი ეს ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ პარტიის ეროვნული კონგრესი ყველაზე მნიშვნელოვანი ყრილობაა, იმიტომ რომ სწორედ აქ განისაზღვრება ყველაფრის არჩევის წესი. აი ზუსტად აქ ირჩევენ გენერალურ მდივანს, სწორედ აქ ირჩევენ პოლიტბიუროს წევრებს, პოლიტბიუროს მოქმედ წევრებს, ანუ პარტიის ეროვნულ კონგრესზე რაც აირჩევა, ავტომატურად თან ნახეთ როგორ რაღაც არის ჯერ იმართება ხოლმე პარტიის ეროვნული კონგრესი, აქ აირჩევენ ყველას და მერე იმართება ეროვნული სახალხო კონგრესი, ანუ ეროვნული სახალხო კონგრესი და პარტიის ეროვნული კონგრესი. ეს არის პარტიის, კომუნისტური პარტიის ის საკანონმდებლო ორგანო. ანუ რეალურად პარტიის ეროვნულ კონგრესზე არჩეულ წევრებს, ანუ რატიფიცირებას, ანუ ამტკიცებს ეროვნული სახალხო კონგრესი. ანუ ის წარმოუდგენელია, რომ პარტიის ეროვნულმა კონგრესმა დაასახელოს მაგალითად ვიღაც X-ი გენერალურ მდივანად და ეროვნულ სახალხო კონგრესზე Y-მა გაიმარჯვოს.
ანუ ეს არ ხდება. ანუ რეალურად აქ ვინც ირჩევიან ეროვნულ სახალხო კონგრესზე, ისინი ხდებიან მმართველ ორგანოებში, ხო? აქ ლაპარაკია ძირითადად იმ ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობენ ზოგადად აი პოლიტიკურ ელიტას, ვინც წარმოადგენენ. აქ თვითონ სამინისტროების მუშაობა, ანუ რეალურად აი აქ რაც არის. აი ფაქტობრივად აი ჩინეთის კომუნისტური პარტია, არადა ეროვნული სახალხო, აი ზემოდან, უკვე ცენტრალური კომიტეტიდან ზემოთ, ხომ, პოლიტბიუროს მუდმივი მოქმედი კომიტეტიდან გენერალური მდივანი, აი ზუსტად აი ეს სამი რგოლი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანების რიცხობრიობას და რაოდენობას, რომელიც ზოგადად განსაზღვრავს ჩინეთის პოლიტიკის დინამიკას. ზოგადად ჩინეთში მიღებულ ჩინეთის პოლიტიკის განსაზღვრელ წესებს, ზოგადად მის საგარეო პოლიტიკას, მის საშინაო პოლიტიკას, ზოგადად ყველაფერს, რაც ჩინეთს უკავშირდება. აქ არის ძალიან საინტერესო ის, რომ მიუხედავად იმისა, როდესაც ვლაპარაკობთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, აქ არ არის საუბარი, რომ ყველა არის ერთხმად შეთანხმებული სხვადასხვა პოლიტიკის გატარებაზე, ან ყველა ერთხმად უჭერს ხარს მაგალითად რაიმე კონკრეტულ ერთ პოლიტიკას ან ერთ კონკრეტულ ადამიანს. აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აქაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და არსებობს განხეთქილებები და არსებობს სხვადასხვა ბანაკები, ხო? აი, როდესაც ვლაპარაკობთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, უნდა ვილაპარაკოთ იმაზეც, თუ რომელი ადამიანი, რომელი ლიდერი შეიძლება იყოს რომელი ბანაკის წარმომადგენელი. აი ბანაკები შეიძლება იყოს დაყოფილი ორ ძირითად პრინციპად, მაოს ბანაკი და ტენ სიაოპინის ბანაკი, ხო? თქვენ თუნდაც მიხვდებით, მაოს ბანაკი არის უფრო მეტად კონსერვატორული, უფრო მეტად ჩაკეტილობისკენ, იზოლაციისკენ მიდრეკილი და ტენგის ბანაკი არის, რომელიც უფრო გახსნილობის პოლიტიკას ეფუძნება ჩინეთის სოციალური სპეციფიკით, ინვესტიციების მოზიდვას, ხო, ამ უფრო მეტი დოვლათის შეძენას, უფრო ეკონომიკაზე ორიენტირებას, ვიდრე ვთქვათ მაოს ბანაკი. დღევანდელი გენერალური მდივანი სი ძინპინგი არის, აი ამას არ ვიტყვი, მე თქვენთვის მომინდია, ვის ბანაკს შეიძლება მიეკუთვნებოდეს თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე და ამას ვიტყვი ის, რომ 2018 წელს, როდესაც ეროვნული სახალხო კონგრესი შეიცვალა, მაშინ შეიცვალა კონსტიტუცია და სი ძინპინგი გახდა უპირობო მმართველი. გენერალური მდივანი შეგახსენებთ, რომ 5 წლით ვადით ირჩეოდა, ხო, ორჯერ შეეძლო ჩვეულებრივად, რომ ყოფილიყო, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, აი 10 წელი შეიძლება ყოფილიყო გენერალური მდივანი, შესაბამისად პრეზიდენტი. და მე აუცილებლად უნდა შეცვლილიყო, ეს ყოველთვის ასე ხდებოდა, თუმცა ეს წესი შეიცვალა 2018 წელს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სი ძინპინგი სანამ თვითონ არ მოესურვება გადადგომა, მანამდე იქნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და შესაბამისად იქნება ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი. ის არის ხელშეუხებელი ამ შემთხვევაში, მისი პოზიცია არის ხელშეუხებელი და ის არ შეიცვლება და არ იცვლება. მისი პოლიტიკა ძალიან უცნაური შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მას თქო ესეთი გახსნილობის პოლიტიკისკენ ორიენტირებულ ადამიანად არ ახასიათებენ. ბანაკს არ ვამბობ, ვისი შეიძლება იყოს, ეს თქვენ გადაწყვიტეთ, თუმცა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი არის, რომ ტენ სიაოპინგი, უბრალოდ სი ძინპინგი შეიძლება იყოს, რომ აი კულტურული რევოლუციის ის და მისი ოჯახი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სხერპლიც არის, იმიტომ რომ ის საკმაოდ შევიწროებული იყო მისი ოჯახი ზუსტად აი მაოს პერიოდში და ესეთი პატარა ფაქტიც არსებობს, რომ ის როდესაც სწავლობდა პეკინის უნივერსიტეტში და კულტურული რევოლუციის დროს ინტელექტუალებს ძალიან ესხმოდნენ თავს, ის არის გაქცეული უნივერსიტეტიდან და თავი ქონდა შეფარებული თავის დასთან, რომ
ამ პოლიტიკას აერიდებინა თავი და რომ არ ეთანხმებოდა. თუმცა 2018 წლიდან ზუსტად მისი და მისი თანამემამულეების და მისი თქვათ შეხედულებების თანამოაზრეების დახმარებით ფაქტობრივად ყველაზე ბოლო ცვლილება ეს არის ჩინეთის კონსტიტუციაში, რომ 2018 წლიდან ის არის უპირობო ლიდერი ჩინეთის კომუნისტური პარტიის და შესაბამისად ნახოთ კიდევ რამდენი წელი გვეყოლება სი სათავეში, ხო? საკმაოდ დიდი ხანია, ხო, რაც ის არის უკვე პრეზიდენტი და ჩინეთის პოლიტიკური მომავალი. ვისაუბრეთ ჩვენ, რომ ეს კითხვა ძალიან აქტიური კითხვაა ეს დასავლურ წრეებში. მიაღწევს თუ არა სოფლიო დემოკრატიზაციის ტალღა ჩინეთამდე 21 საუკუნეში. თქვენც იფიქრეთ ამ კითხვაზე? მე ვიტყვი რომ არა. წარმოუდგენელი ამბავია ეს რომ დემოკრატიზაციის ტალღა მიაღწიოს ჩინეთამდე, თუმცა აი ეს პატარა დემოკრატია ცოტა ჩემთვის ძალიან გლობალური ცნება არის. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პატარ-პატარა დემოკრატიზაციის ნიშნები ჩინეთში არსებობს, ხო? აი თუნდაც ეს პატარა თავისი არჩევნების ფორმით, ეს არაკომუნისტური პარტიების არსებობით, აი საკუთარი აზრის გამოთქმით, დაპირისპირებებით, ხო, აი თვითონ კომუნისტურ პარტიაში ბანაკების მიხედვით შეუთანხმებლობა, განხეთქილება და გაუგებრობის თვალსაზრისით, თუმცა ჩინეთი ნამდვილად არ ვიცი, არ მგონია რომ ეს სიტყვები ოდესმე უკან წავიღო, მაგრამ ისეთი სახით ნამდვილად ვერ იქნება დემოკრატიული პლურალისტური სახელმწიფო, როგორიც არის მაგალითად ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო. ჩინეთი მიუხედავად იმისა, რომ გახსნილობის პოლიტიკის შემდგომ არავის არ ეგონა, რომ ასეთი სახით იქნებოდა და საკმაოდ ისეთი თანამედროვე სახელმწიფოდ გადაიქცეოდა იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ როცა წახვალთ ჩინეთში, ნამდვილად არ გექნებათ იმისი შთაბეჭდილება, რომ კომუნისტური ტიპის წყობილების ქვეყანაში იმყოფებით, იმიტომ რომ ამას ნამდვილად ვერ იგრძნობთ ვერც ერთი თვალსაზრისით, ხომ? თვითონ ჩინელი მოსახლეობაც იმ თვალსაზრისით ვერ გრძნობს, როგორც იყო საბჭოთა კავშირში, ჩაკეტილობა იყო და ვერ გადიოდნენ. საქმის კეთების და ბიზნესის კეთების კუთხითაც არ მგონია, რომ პრობლემა შეგექმნათ პირიქით, აი ეთნიკურ უმცირესობებზე რო ვისაუბრეთ, პატარ-პატარა წახალისებებიც არსებობს, ხო? რაღაც საკუთარი მაღაზიის გახსნის და ასე შემდგომ. განსხვავებით მაგალითად ვიეტნამისგან, აი ვიეტნამში უფრო იგრძნობთ კომუნიზმს, ვიდრე ჩინეთში. მაგალითად, აი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, ქალაქში არის დამონტაჟებული რადიო, რომელიც ლოზუნგებით გაღვიძებს. აი ამას მაგალითად პეკინში ვერ გაიგებთ. გარანტიას მოგცემთ, რომ არანაირი კომუნისტური რადიო არ გაგაღვიძებთ და არანაირი მოწოდებების არ გეტყვიან, რაც განსხვავდება ვიეტნამისგან, ხომ? შესაბამისად, აი ეს პატარა ის ნაწილი, რომ ჩინეთი გახდეს დემოკრატიულმა ტალღამ წალეკოს ჩინეთი, ეს ნამდვილად არ მოხდება. თუმცა მე ძალიან დიდი სურვილი მექნება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩინეთი ზუსტად იმ გახსნილობის პოლიტიკას გააგრძელებს, რაც დაიწყო 78 წლიდან ტენ სიაოპინგმა, რომელიც არის ჩინეთის პოლიტიკაში ჩემთვის ლეგენდარული ადამიანი. მისი ძალიან ბევრი დამსახურება ის, რომ ჩინეთი დღევანდელი სახით არის მოცემული და ჩვენ ასე გვაინტერესებს, ხომ? ჩინეთი რომ იყოს ტრადიციული, კომუნისტური, საბჭოთა კავშირული გაგების სახელმწიფო, ჩვენ მასზე არანაირ კითხვებს არ დავსვავდით, არ დავინტერესდებოდით. აი როგორც მაგალითად ჩრდილოეთ კორეაზე შეიძლება დავინტერესდეთ, მაგრამ დიდად მეტნაკლებად ვიცოდეთ, რაც ხდება იქ, ხო? ჩინეთი იმიტომ ბადებს კითხვებს, რომ აი ამ თავისი უნიკალური მახასიათებლები გააჩნია, განსხვავებული მახასიათებლები და სოციალიზმისგან განსხვავებული მიდგომებით, ხო? ეს აბსოლუტურად არ ღვევს იმ
ჩარჩოებს და იმ კანონებს, რომელიც თქვათ იყო დაწერილი თქვათ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის პრეამბულაში ან მარქსის ლენინიზმში, ხო? ეს არის აბსოლუტურად სხვა ტიპის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკმაოდ დიდი წარმატების მიღწევა მსოფლიოს ბაზარზე და ვნახოთ საინტერესო პროცესების მოწმა შეიძლება გავხადოს ჩინეთმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში, ეკონომიკური თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, არ ვიცი, ნახოთ რა შეიცვლება, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ნამდვილად აქვს ჩინეთს იმისი პოტენციალი, რომ გაგვაკვირვოს და სურპრიზები მოგვიწყოს და ამის მომსწრე ჩვენ დარწმუნებული ვარ მიმდინარე უახლოს მომავალში ნამდვილად ვიქნებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. რამდენიმე კითხვა მაქვს, მაგრამ ჯერ ერთი რამ მინდა გკითხოთ, აი დენ სიაოპინის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მაგალითად, მეც მგონია, რომ ყველაზე პროგრესული პოლიტიკის გამტარებელია, თუმცა მისი პოლიტიკა ერთი შვილის ყოლასთან დაკავშირებით არ ვიცი ეს როგორ ხდება ამის ფორმულირება. ერთი შვილის პოლიტიკა. როგორც ვიცი, აი ჩინელებისგანაც გამიგია, რომ იყო მაგალითად რაღაცა დადებითი, უბრალოდ თქვენგან მაინტერესებს რა არის დადებითი, ანუ უარყოფით ის არის, რომ მოსახლეობის უმეტესობა დაბერებულია, ხო და მუშახელი შემცირებულია და აი აბორტების დიდი რაოდენობა, იმიტომ რომ პატრიარქალური ქვეყანაა და დიდი ამბავი და აი ამან რა დადებითი შედეგი მოიტანა. უარყოფითზე ძალიან ბევრი რამეა საუბარი და აი რამდენად იყო მაგალითად სწორი ეს პოლიტიკა. თავდაპირველად ერთი შვილის პოლიტიკა, იმიტომ შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად, რომ მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და იზრდებოდა. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების უმეტესობას ყავდა საკმაოდ დიდი რაოდენობით რიცხოვნობის შვილები. არსებობდა, რა ვიცი, ხალხი რომელსაც ყავდა 14 შვილი და 15 შვილი, რომელიც ანუ ამ ზრდასთან ერთად ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის საკმაოდ დიდი რაოდენობა ყავდა ჩინეთის მოსახლეობას, რომელიც ფაქტობრივად ზოგი აღურიცხავიც კი ყავდა და ვერ აუდიოდა მათ რჩენას. თან ეს იმით იყო გამართლებული, როცა ჩინელებს ვეკითხებით ხოლმე, რომ რატო ყავდათ ან რატო აკრძალეს, იყო რომ ისინი ახასიათებენ იმას, რომ სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები, ანუ ვინც მიწაზე მუშაობს ჩინეთში, ანუ ეს ფერმერული მეურნეობა ბევრად უფრო რთულია, განსხვავებით ევროპული ფერმერული მეურნეობისგან. აი თუ ჩინეთში წახვალ და ნახავთ, იქ არის ბრინჯის ტერასები, რომლებიც მუშაობს წყალში უნდა იმუშავა. მე პირადად მაქვს მონაწილეობა მიღებული და არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ძალიან მძიმე არის. ეს არ არის, რომ რაღაც გარომანტიზებული ევროპული ფერმერული მეურნეობა რაღაცა იმაზე რომ დაჯდები სახნავზე და რო ხნავ ეს განსხვავდებოდა ამისგან. შესაბამისად, მათი ბევრი რაოდენობის შვილი პირდაპირ პროპორციული იყო მეტი რაოდენობის მუშახელთან. ანუ შვილები მათთვის იყო მუშახელის პირდაპირ პროპორციული. შესაბამისად, იმდენად გაიზარდა ეს ჩინეთის მოსახლეობა, რომ სახელმწიფოს ხო რაღაცით უნდა დაებალანსებინა ეს და ამიტომ იყო ეს ერთი შვილის პოლიტიკა. ანუ ის მიზანი ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო, რომ შეემცირებინა მზარდი მოსახლეობის მზარდი რაოდენობა. შედეგები რამდენად ის შედეგები რეალურად ის იყო, რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგანან, როგორც ვიცით. ძირითადად ერთ-ერთი მიზეზი თორემაც მოსაუბრეს ამბულეტეგრე იყო, მაგრამ ფაქტობრივად ერთ-ერთი კიდევ მიზეზი იყო ის, რომ როდესაც ჩინეთის ეკონომიკამ დაიწყო გაზრდა, მოსახლეობამაც ბუნებრივია დაიწყო გაზრდა, იმიტომ რომ ყოლის პრობლემა და რაღაცები რო ქონათ ეს ელემენტარული საჭიროება არ იყო და რეალურად ეკონომიკა ვიზრდებოდა ისე სწრაფად, როგორც მოსახლეობა შესაბამისად კეთილდღეობის დონე, რომ აწეული იყო, ასე ვთქვათ, თუმცა პირობითად 10 ლარი და ოჯახის პირობითად 100 ლარი ოჯახში მოსავალ ოჯახში არის 2 ადამიანი, კაცლებს უფრო კარგად ცხოვს, ვიდრე პირობითად 7 ადამიანი, ხო? შესაბამისად იმისათვის, რომ საშუალო ფენა გაზრდილიყო ჩინეთში, ამიტომ რეალურად მოვხვდათ, რომ ეკონომიკა როცა იზრდებოდა, ადამიანთა რაოდენობის და რაღაცნაირად დაეჭირა, თორემ მილიარდნახევარია შეიძლება პირობითად 2 მილიარდი ყოფილიყო და სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ ჩინეთის საშუალო ფენა 30-40 წელიწადში გაიზარდა, რამდენიმე ასეული მილიონი. ეს შეიძლება ჩავთვალოთ დადებითი ფაქტორად და მეორე ფაქტორი ის არის, რომ ეს პოლიტიკა არ ეხებოდა ეთნიკურ უმცირესობებს. ძირითადად ეს ეხებოდა ხანელებს, რომლებიც არის 90% ჩინეთის მოსახლეობის, ამ დაახლოებით 1400 მილიონი ადამიანიდან
ეს ახლად 150-დან 170 მილიონამდე ეს ეთნიკური უმცირესობა დანარჩენი ხანელები. ეთნიკური უმცირესობა ხანელი, ანუ ხანის ეთნოსი არის ის ეთნოსი, დომინანტი ეთნოსი, რომელიც ასე ვთქვათ არის ჩინეთის მოსახლეობის 90%. დანარჩენი არის 55% ეთნიკური უმცირესობა. საინტერესო ის ფაქტია, რომ მალე ხანელები ემაშობოდნენ, წუხდნენ ამაზე, რომ აი ჩვენ რო ეს შეზღუდვები გქონდა, უიღურების რაოდენობა, ტიბეტელების რაოდენობა, მიაოს ეთნიკური ჯგუფის, ხოის ეთნიკური ჯგუფის რაოდენობა გაიზარდა, როცა ჩვენ ასე ვთქვათ შევცვლით. და პლუს თქვენ რაც ახსენეთ, დემოგრაფიული თვალსაზრისით გამოიწვია ის, რომ ქალებისა და კაცების შორის ჩინეთში კაცების ბევრი კაცია, და ვთქვათ ქალს უთოსპილი აქვს. თან ან მეტი შულის ყოფნა კონფუციუსთანაც არის დაკავშირებული, ხო? რაც უფრო მეტი შული ყავდა, თითქოს უფრო მეტად დაუცველი იყო. კი. შესაბამისად, ეს საკმაოდ იდენტურადაც ეიდოთ ჩინელებს, რომ მეტი შული უნდა ყოლოდათ. ჩვენ იმათაც ჰქონდათ განსაკუთრებით ის, რომ ბიჭი უნდა ყოლოდათ. აი სელექციური აბორტები რო ახსენეთ, სელექციური აბორტებით, რა ვიცი, ჩვენ ჯერ ვერ გავაწევთ, მე მქონი ჩინეთს, მაგრამ ბევრი იყო. და სხვადასხვა ის რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, აი მაგალითად, თუ ოჯახი სოფლის რურალ და ურბანულ დონეზე რა ვთქვათ, აი ცოტა დაბალ დონეზე, აი სოფლის დონეზე ან დაბის დონეზე, თუ მაგალითად ოჯახს ყავდა 5 გოგო შვილი ან 6 გოგო შვილი, აი სიძე რომ შემოუვიდო და აი რაღაც კვლევას კითხულობ და თითქოს და ეს სიძე მათზე ცოტა დაბალი ფენის იყო, მამა ანუ ამ გოგოების მამა უთანხმდებოდა რომ ვთქვათ გვარი შეეცვალა. ოჯახის გვარზე გადასული იყო და ანუ მისი გვარის გამგრძელებელი ყოფილიყო, რომ 5 გოგო ყავდა და ვერ გააგრძელებდა გვარს. და შესაბამისად, აი ადრე ლიტერატურულ წყაროებშიც რომ წაიკითხოთ, ხშირად ახსენებენ იმას, რომ აი ცოტა ისეთი ტრადიციული აზროვნების მქონე მამაკაცები გოგოშვილებს შვილებად არ ცნობდნენ და არ აღიარებდნენ. ანუ მამრობითი სქესის ადამიანებს უფრო ამიტომაც არის აი შაკომ რაც თქვა ხო ეხლა ქალები უფრო ცოტანი არიან ეხლანდელ ჩინეთში მამაკაცების რაოდენობაც გაიზარდა და ფაქტობრივად მამაკაცები აღმოჩნდნენ სერიოზული კონკურენციის წინაშე დაუჯახების თვალსაზრისით. იმიტომ რომ მამაკაცია მეტი და ვაკანტური ქალბატონების რაოდენობა რომელებიც შესაძლებელია რომ ოჯახის შექმნან არის ცოტა რაოდენობის, ხო? მერე ნუ აი თქვენ რაც ახსენეთ რომ გადავედით ორი შვილის პოლიტიკაზე და სხვათა შორის ეს ორი შვილის პოლიტიკას ვიღაცები კარგად შეხვდნენ, თვითონ ქალებშიც მოსახლეობაშიც პოზიტიურად იყო და პირიქით ცდილობდნენ რომ დაეგეგმათ მეორე შვილის სკოლა. ამ თვალსაზრისით ერთი ძალიან უცნაური ზოგი რომლებიც უკვე საშუალო ასაკსაც იყვნენ გადაცილებულები, ცდილობდნენ რომ ვთქვათ თავისი ჰორმონალური ისინი დაესტიმულირებინათ, რომ მეორე შვილი გაეჩინათ. ზოგს ამისი სურვილი ძალიან მძაფრად ჰქონდა მეორე შვილის ყოლის. და ახლა უკვე რა ვიცი, სამშვილზეც ავედით, ხო? უკვე სამი შვილის ყოლის შესაძლებლობაც აქვს, იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით, ველდება მოსახლეობა, თუმცა აი მესამე შვილზე უკვე ისეთი სიტუაცია, რომ ჩინეთში ცხოვრების დონე აიწია. ანუ ფასებმა მოიმატა, გაძვირდა, ბევრი ბავშვი, ბევრი ფული გჭირდება იმისთვის, რომ ბევრი შვილი იყოლიო, გაზარდო და თან სიმართლე ვთქვათ, რომ ეს არ არის ჩვენი შვილები იმდენად კონკურენტუნ არიან გარემოში, არ იზრდებიან რამდენიც ჩინეთში. ამ ბავშვებს უწევთ სერიოზული კონკურენციის გავლა იმისათვის, რომ თავი დაიმკვიდრონ წარმატებულ ადამიანებად, დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურში, ისწავლონ უცხოენები და თითო შვილის ყოლა სრულფასოვნად გაზრდა, ოჯახს ძალიან ძვირი უჯდება. და აქ უკვე ის საკითხია რომ მესამე შვილს კი მაძლევს სახელმწიფო უფლებას, მაგრამ მე მინდა, მაქვს ამისი ფული? ხო, იმიტომ რომ ბევრს არ აქვს. ერთ პატარა კითხვას მივაბავ თქვენ საუბარს, რომ ცხოვრება გაძვირდა, საშუალება მიეცათ რომ მეტი შვილი იყოლიო, ცხოვრება გაძვირდა. მაინტერესებს ბაღები ფასიანია თუ სახელმწიფო ბაღებია, ანუ რამ გააძვირა მან ბავშვების სწავლა განათლება, მათი მოვლის ხარჯები არის გაზრდილი თუ უბრალოდ კვება და ჩაცმამ გაძვირდა, ეს მაინტერესებს რა. არსებობს
სტანდარტულად როგორც ჩვენ რა თქმა უნდა საჯარო ბაღები და არსებობს კერძო ბაღები, კერძო სკოლები, კერძო სახელმწიფო საჯარო სკოლები. თუმცა მოთხოვნას ვერ აუდის? იცით რა, ცხოვრების მოთხოვნას ვერ აუდის, იმიტომ რომ კლასში ზის ძალიან ბევრი ბავშვი, 40-50 ბავშვი. კი. ანუ ბევრი ბავშვია, შესაბამისად გაკვეთილის რაოდენობას, ანუ 20 ბავშვს ვერ კითხულობთ, გამოკითხავს პედაგოგი, ხო, 50 ადამიანს, ანუ ხარისხიან განათლებაზე აქ არ არის საუბარი. შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის მოთხოვნა გაიზარდა. ეხლა მაგალითად ძალიან პოპულარულია ის, რომ ჩინელ მშობლებს უნდათ, რომ თავის შვილებს სასწავლოდ უცხოური ენები, მაგალითად ინგლისური ენა. ისინი სწავლობენ სკოლაში ჩვეულებრივად უცხოურ ენებს, თუმცა ეს არ არის საკმარის. აი მაგალითად რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე ყოველთვის ეს კითხვა მაქვს ჩინელებთან, რომ თუ სწავლობთ სკოლაში, რატომ ვერ საუბრობთ ინგლისურად, ხო? იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ასახელებენ ამ პრობლემას, აი წელს ბევრ საშუალო ასაკის მქონე ბავშვთან მქონდა კომუნიკაცია და ისინი მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ იმას, რომ მასწავლებელი ვერ ასწრებს ჩემი ცოდნის შემოწმებას. ანუ ფრონტალური გაკვეთილი არის ეს. მე აგიხსნი, თქვენ წახვალ წაიღებთ, მე შენ თქვენს გაუმჯობესებას ვერ ვახდენ. შესაბამისად, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი იყოს წარმატებული, უნდა ვატარო ინგლისურზე, საკმაოდ ძვირია. უნდა ვატარო კერძო ბაღში, სადაც ცოტა ბავშვი არის და უფრო ხარისხიან განათლებაზეა ორიენტირებული. ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნა უცხოურ განათლებაზე. მე რო ჩემი შვილი გავუშვა საზღვარგარეთ სასწავლებლად, ძალიან ბევრი ფული მჭირდება. აი ყველაზე პოპულარული არის და ახლოს არის ავსტრალია, იმიტომ რომ ინგლისურენოვან მოსაუბრე არის და ამერიკაში შვილის გაშვებას, რომელიც თუ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, ეს მაინც საშუალო და მაღალ ფენაზე საუბრობთ, ხო, დაბალ ფენაზე იმის შესაძლებლობა, როგორც ჩვენთან, ხო, არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შვილს უკეთესი განათლება მისცეს. რაც შეეხება ცხოვრების დონე და მე პირადად ჩემს გამოცდილებით 2016 წელს პირველად რომ ჩავედი ჩინეთში, იაფი იყო. ანუ აშკარად იაფი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ ცხოვრობდი დედაქალაქში და ვცხოვრობდი, თქვათ, ხანჭოუში, რომელიც არაჩვეულებრივი ქალაქია, პეკინში რო ჩავედი 2 წლის მერე, ყველაფერი ძალიან მეძვირა. იმიტომ რომ იქ უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე აქ. და გაძვირდა. ეხლა თან კიდევ როგორც ვიცი, ბევრ კოვიდი პანდემიის მერე ბევრად უფრო გაძვირდა ცხოვრების სტილი. დონე მოიმატა ასევე ცხოვრების კარგმა ხარისხმა, გაჩნდა ძალიან ბევრი უცხოური ტიპის რესტორანი, უცხოური ტიპის მაღაზია, იმპორტული საქონელი, ხო, რაღაცა კარგი ხარისხის იტალიური ღვინო, ყველი და ასე შემდეგ და ვიღაც ოჯახს, რომლებსაც აქვთ იმისი სურვილი და პრეტენზია, რომ თქო უკეთესი ცხოვრება გქონდეთ, მათი ცხოვრება არის ბევრად უფრო ძვირიჯდება. მოგზაურობა, ჩინელები ძალიან კარგები არიან შიდა ტურიზმში. ჩვენ არ მოგზაურობთ იმდენს, რამდენსაც ჩინელები თვითონ ჩინეთის შიგნით მოგზაურობენ. ფაქტობრივად რაღაც აქსიომასავით არის ხოლმე, რომ წავიდნენ, გავიდნენ, დაათვალიერონ და ფაქტობრივად ჩინეთს რომც არ ყავდეს უცხოელი ტურისტი, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ შიდა ტურიზმი ძალიან დასტიმულირებულია, მაგ თვალსაზრისით სასტუმროები, ანუ ტურისტული სფერო, ხო? იმიტომ რომ ჩინეთი საერთოდ არ უყურებს საზღვარგარეთიდან შემოსულ ტურიზმს, მაგ არ მუშაობს ჩინეთი ამაზე. ჩინეთი მუშაობს ჩინელ ტურისტებზე. და თქვენ ნახოთ ჩინელ ტურისტებს, მე აქ რა ჩამოდიან, რამხელა მოთხოვნილებები აქვთ, ჩვენ რას ვახვედრებთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისინი თქო სერვისის თვალსაზრისით ზოგადად უკმაყოფილოს მიდიან. საზღვარგარეთ მოგზაურობის ინტერესიც გაიზარდა? რა თქმა უნდა, გაიზარდა. ძალიან გაზრდილია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიმყავდნენ წინა წელს ტურისტები, რომლებიც მე-80 ქვეყანა იყო მათთვის. სადაც მოგზაურობენ. ანუ ცხოვრების, აი, ცოტა ჟარგონულად რო ვთქვათ, მადაჭამაში მოვიდაო, ასეთია. თან ჩინეთი რომ ჩაკეტილი იყო და გაიხსნა. ჩვენ ხო შევედით ეს უცხოელები, ჩინეთ მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ იქ გვესწავლა განათლება, მიგვეღო, დაგვეთვალიერებინა. მეტნაკლებად ჩვენ შევედით ჩინელებთან ინტერაქციაში, ხო? ჩვენ რო ჩინური სპეციფიკაზე საუბრობთ, ჩვენ ხო ამ ყველაფერს საუბრობთ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩინელებთან ურთიერთობიდან გამომდინარე.
ისინიც რომ ჩამოდიან, რომ მოგზაურობენ, მათაც ხომ აქვთ ეცვლებათ შეხედულებები, საზღვარგარეთ რომ სწავლობენ. აი ფაქტობრივად საშუალო სტატისტიკური ჩინელი ახალგაზრდა, რომელსაც საზღვარგარეთ აქვს განათლება მიღებული და თვითონ ჩინეთში მიღებული საზღვარგარეთთვისაც აქვს განათლება, სწორხედველობით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ის ადამიანები მე იწყებენ საუბარს იმას, რომ არის ძალიან რთული სამუშაო პირობები ჩინეთში. და სულ მუშაობა აღარ მოსწონთ, იმიტომ რომ ამათმა სხვა პერსპექტივა იციან. ისინი, რომლებიც ჩინეთში იღებულობენ განათლებას, რა თქმა უნდა, ის პერსპექტივა არ აქვთ ნანახი და პროტესტიც არ უჩნდებათ. აი მე და შაკოს ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო ჩინეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას შევესწარით. ხუმრობდი რომ მეთქი რა ხდება, და აპროტესტებდნენ აი ზუსტად ამას, რომ ბევრი დავალება, სწავლა, არაპირადი სივრცე, რაც ცოტა შოკის მომგვრელი იყო. მე შევესწარი ჩემს უნივერსიტეტში და ზოგადად პოლიტიკის სპეციალისტი ვარ ჩინეთსთან ერთად ძალიან საინტერესო იყო და რამდენადაც ჩემთვის უსაფრთხოებისთვის შეიძლება იმდენად ახლოს მივედიან გამოვიარე მაინტერესებდა და ოღონდ ნარიკოს პოლიტიკური ყოფით პრობლემაზე, ასე მაგალითად ერთ-ერთმა შენობის ადმინისტრაციამ ასე ვთქვათ აუკრძალა უნივერსიტეტის სტუდენტებს ღამის ცვლაში, ანუ ფედერალური მიწათმოქმედება გამოეყენებინათ მათი სივრცეები და უცებ რაღაც 300-400 ადამიანი სტუდენტი მოგროვდა ეს ჩუნასნეთა საერთო ყავა მოგროვდა და მაინტერესებდა რა მოთხოვნები იყო. მე უკვე ბოლო ეს კამპუსი ერთად ცხოვრობს ახალ ადამიანი მარტივად გავაბდა ხვალ და რომ გადავიშვა და ისდებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გამოუშვა რაღაცა მოლაპარაკებელი, რომელთან აი პირდაპირ ვერზე შედგა შეთანხმება, რომ ასე ვთქვათ, სტუდენტებს შეიძლება მთელი ღამე გამოეყენებინათ კონკურსს. ასეთობდა სიზინპინი გადადგეს და ეგეთი რაღაცები. არა, მსგავსი არა, მაგრამ მაინც სახელმწიფო უნივერსიტეტია, თან ჩინეთში პრესტიჟს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შენზე ძალიან სერიოზულად მოქმედებს შენ რომელი უნივერსიტეტი დაამთავრე. შესაბამისად, კარგი სტუდენტის და ეს კარგი გოგო ბიჭის იარლიყი ძალიან მნიშვნელოვანია ჩინელისთვის და აი ხმას რომ იმაღლებს, რომ რაღაც არ მოსწონს, ეს ძალიან დიდი გამბედაობის მანიშნებელი არის. ადრე მუშაობდი ერთ-ერთ პატარა სტატიაზე პროტესტი ჩინეთში, როგორ აპროტესტებენ მოსახლეობა და მეც ეს მსგავს გარდა იმისა, რომ ჩვენ შევესწარით, აი ეხლა რო რუსთაველზეც განან ახალგაზრდები და რო უჭირავთ ხელში მოთხოვნები, აი ასეთი მოთხოვნებს აყენებდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თვალსაზრისით, აი ამორალურ პირობებს აპროტესტებდნენ და ანალოგიურად აი არაჩვეულებრივი მაგალითად სოციალური ქსელი როგორც ჩვენ გვიპყრობს და სოციალურ ქსელში შესაძლებელია პროტესტის გამოწვევა, ჩინეთიც არ არის გამონაკლისი, რაც არ უნდა იყოს, ვთქვათ, მედია შეიძლება კონტროლირებული იყოს, იმიტომ რომ აი ერთ-ერთი ესეთ როგორ არა, კი, კონტროლდება, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ მან სოციალურ ქსელში აგორებულმა პროტესტმა შეიძლება რეალური ცვლილება გამოიწვიოს. აი მაგალითად, ყველაზე მარტივი მაგალითია, სულ რამოდენიმე წლის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილმა გადაწყვიტა, რომ აკრძალულ ქალაქში პეკინში ჯიპით შესულიყო, რაც წარმოუდგენელი არის. აკრძალულ ქალაქში ისეთი ჩხრეკვა უნდა გაიარო, რომ შეგიშვან, ამ ხელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის და მე მგონი რამოდენიმე წლის წინ იყო გახსნილობის პოლიტიკის უზარმაზარი ღონისძიება გაიმართა სამთავრობო უწყების და მხოლოდ ელჩები და დიპლომატები იყვნენ. არამც თუ ახლა მე ჩემი ჯიპით შევგრიალდე, ანუ მე ეს ფოტოები გადაუღეს იქ ტურისტებმა, დაპოსტეს QQ-ზე და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს და ეს მაღალჩინოსანი მოხსნეს თანამდებობიდან. ხო პროტესტთან დაკავშირებით იმას დავამატებ, რომ ზოგადად ჩინეთში არის სისტემა, რომ ყოველ მეორე დღეს იყოს პროტესტები, მაგრამ ბოლო პერიოდში პანდემიამდე ხშირად არც თუ ისე იშვიათად იყო ხოლმე გარემოსტაციის საკითხებთან მიმართული პროტესტი, იმიტომ რომ ინდუსტრიალიზაცია გამოიწვია არც თუ ისე გადავით შედეგები მწვანე პოლიტიკის კუთხით და არაერთი პროტესტი გამართულა. პანდემია იყო გამონაკლისი, როდესაც ორი წელი ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო და ამან ძალიან დააზარალა და საშუალო ტიპის მეცადინეობა. აღოდინეთ, რომ აი თვეები თქვენი მაღაზია არ ჩაკეტილი და არ აგერნებათ როდის გაიხსნება და პირველად 2022 წლის ბოლოს იყო, რომ ჩინეთში მთელი ჩინეთის მასშტაბით
თან პარალელურად საინტერესო დაწყებული ურუმჩიში, პეკინში, შანხაიში, ჩვენს უნივერსიტეტში მოჩვენებით და მთელი ლოკაციებზე პატარ-პატარა ლოკალური პროტესტები წამოვიდა. ურუმჩიში დიდი პროტესტიც იყო, იმიტომ რომ იქ ლოკდაუნის გამო სახანძრო ვერ მივიდა ერთ-ერთ სახლში და ასე დაიწუნენ ოჯახი ცეცხლოვანი ბავშვი და ამან ძალიან ისეთი რეზონანსული ეფექტი ჰქონდა მთელ ქვეყანაში. და ნუ მე იძულებული გახდა თვით ლევანოსური ჩინური კომუნისტური პარტიაც კი რაღაც თვალსაზრისით მალევე დაიწყო ეს გახსნა, რომ ეს ლოკდაუნის გაუქმება, იმიტომ რომ ხა ჩინეთში პროტესტი არ არის სახეობის მარტივი თემა მიერ ნახევარდღეობრივ ქვეყანაში. თუმცა ეს იშვიათი მომენტია და ეს რაღაცები ხშირად ნამდვილად არ ხდება. პანდემიის პერიოდი იყო გამონაკლისი, როცა მოგონა 1980 წლამდე პირველად ესეთი მასშტაბური პროტესტი მოყვა მთელს ქვეყანაში. ძირითადი კითხვა რაც მქონდა. ზოგადად დიდხანს კი წაიღო ჩემო პატარა კითხვა, მაგრამ ძალიან ძირითადი კითხვა მაინტერესებდა თქვენ როგორც ახსენით ესეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს კონგრესი ქვია მე მგონი, ხო? ეროვნული სახალხო კონგრესი. სახალხო კონგრესი, ხო? აქვს უფრო ფასადური და ცერემონიალური ფუნქცია და მაინტერესებს რეალურ საკანონმდებლო ფუნქციას რომელი ორგანო ახორციელებს. აღმასრულებელი ბიუროკრატია თუ ის ორგანო, რომელიც ორ თვეში ერთხელ იკრიბება, აი რეალურ კანონებს ვინ წერს? ნახეთ, ფასადური არ არის. ან მე ვახსენე რომ მე ვახსენე საკონსულტაციო კონფერენციაზე ფასადური არისო. არა, მე შემექნა ეგეც დავისtildeება მეთქი. არა, მე გეტყვით ანუ ერთადერთი ის არის რომ ეროვნული სახალხო კონგრესი მაინც ეფუძნება პარტიულ ეროვნულ კონგრესს. აი ეს არის რომ მან დარჩეული წევრები არიან ძალიან მნიშვნელოვანი წევრები აქ წარმომადგენლები რეალურად. ანუ ფასადური არ არის რეალურად ეროვნული სახალხო კონგრესი იღებს კანონებს. აი ეს 3000 ადამიანამდე რომ არის. ესენი იღებენ უბრალოდ ესენი ხომ წელიწადში ერთხელ მიიღებიან. ხო. ხომ იკრიბებიან და შემდეგ არის აი ეს მუდმივ მოქმედი კომიტეტი, რომელიც აი ჩვენს პარლამენტსაც ხომ აქვს თავისი კომიტეტები, განათლება, სპორტი, მეცნიერება და ასე შემდგომ. კი ბატონო. ანუ აი ამ ეს მუდმივ მოქმედი კომიტეტი რეალურად უფრო მუშაობს, ანუ უწევს იქ მიღებული წელიწადში ერთხელ მიღებული მაგ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას და აღსრულებას. რეალურად ეს არის უბრალოდ ძალიან დიდი მასშტაბური ორგანო, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი არის. რეალურ კანონებს არის ორ თვეში ერთხელ რომ ისინი წერენ. არა, ისინი იღებენ და ისინი აღასრულებენ. ნახეთ, აქ რა არის, აქ ხო წერია ამდენი დელეგატი. კი ბატონო. ეს ხო არის 2977 ადამიანი. ამ ადამიანებმა ხო უნდა მიიღონ მონაწილეობა კანონების მიღებაში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, მარტო კანონების არა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების. აი მაგალითად, როგორ უპასუხოს ჩინეთმა ტრამპის მიერ დაწესებულ იმებს, შეზღუდვებს. აი ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქ არიან აბსოლუტურად სრული წარმომადგენლობა მატერიკული ჩინეთის, არა მატერიკული, არამედ თაივანიც, ხო? ამ გადაწყვეტილებებსაც ხო კანონის ფორმა აქვს. კი, ანუ ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ, აი ეხლა რო სხდომა მიმდინარეობს ამ გაზაფხულის სესიაზე რეალურად. ანუ ეს ადამიანები მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რომ წელიწადში ერთხელ იკრიბებიან. ეგ არის. ანუ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და კანონებს ესენი ღებულობენ და ასე ვთქვათ, ასე ქვემდებარე კანონ, აი როგორ გითხრათ? ნახეთ, ჩვენ ენაზე ვიტყვი რა. შეიძლება ვთქვათ კონსტიტუციას და ორგანულ კანონს შეიძლება ეგენი ღებულობდნენ მაგათი მონაწილეობით და კანონმდებლობრივ ქვემდებარე ნორმატიული აქტები მიიღება იმ ორ თვეში ერთხელ რო იკრიბება იმათ მიერ? არა, აქტები ისინი რეალურად, აი ჩვენს რეალობას რომ მოვარგოთ, კომიტეტებში რომ მუშაობს ხალხი, პარლამენტარები ხო კომიტეტებში არიან განათლების, სპორტის. ესენი რას აკეთებენ? ესენი ხო მუშაობენ კომიტეტებში და წარადგენენ კანონებს რეალურად. ინიციირებას ეგენი აკეთებენ ხო რეალურად და უფრო მეტად მობილური ჯგუფები არიან. ანუ ამ განსხვავებით, აქედან გამომდინარე, ამ განსხვავებით. ანუ ესენის დაახლოებით შესაძლებელია ითქვას, რომ გავს. ამ კანონის ინიციირებას ეგ ხალხი აკეთებს. ანუ თქვათ კანონის ინიციირებას, რეალურად თქვათ, რომ კი, უფრო მეტი, აი მარტივად რომ თქვათ, ამათ უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ.
აი ამ 175 ადამიანს. მაგას გულისხმობ. ხო, ამათ უფრო მეტი ძალაუფლება აქვს. იმიტომ რომ ესენი იკრიბებიან ორ თვეში ერთხელ. ანუ უფრო მეტად არიან, უფრო მობილური ჯგუფები არიან, უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, უფრო მეტად ღებულობენ იმად, მაგრამ რეალურად ესენი მარტო ვერაფერს ვერ იზავენ, მაინც ამათ გარეშე. მაგალითად кейსი რო თქვა, ეხა სიტყვაზე თქვათ, რომ ცოტა საპარლამენტო იმაში რომ მოდელირება რო გავაკეთო. სიტყვაზე თქვათ, ინიცირება მოახდინა რომელიღაცა კანონის ამ რა ქვია ორ თვეში ერთხელ იკრიბება? აი ეს ქვია ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედება კომიტეტმა, დიახ. მოახდინა ინიცირება, შეადგინა რაღაც კანონი. ამის დამტკიცებას ერთი წელი ხო არ ელოდებიან, სანამ ისინი შეიკრიბებიან? ელოდებიან? ანუ ესენი ამტკიცებენ. ხო, ანუ რეალურად ესე არ არის. ძალას ანიჭებს ეს კომიტეტი. ხო, აი ესენი უფრო რეგულარულად მუშაობენ და ამტკიცებენ გადაწყვეტილებებს. ბატონო, ანუ რეალურ საკანონმდებლო ფუნქციას ახორციელებენ ესენი წელიწადში ერთხელ შეიკრიბებიან და აქნევენ თავს. ესენი ორ თვეში ერთხელ იკრიბებიან. კი, ანუ ესენი არიან რეალურად უფრო ძლევამოსილი და უფრო რეალურად მეტი ძალაუფლების მქონე ადამიანები, ვიდრე ესენი. მაგრამ მაგალითად ხო, და აი მაგალითად ესენი მუდმივმოქმედი კომიტეტი მარტო ვერ აირჩევენ პრეზიდენტს. არა, პრეზიდენტის არჩევაზე არ გულისხმობდა. ხო, ანუ იმის თქმა რომ უფრო კანონების კუთხით და მობილურობის კუთხით ესენი არიან, მაგრამ ანუ ესეც მთლად ხელწამოსაკრავი ამ კვოტებიდან არა. არა. ხო, ანუ იქ იქნება აღმასრულებელი. ეხლა ნახეთ რაოდენობრივადაც რო შეხედოთ რა, ანუ ლამის 3000 კაცია. შესაძლებელი შეიძლება არც კი. ანუ რო დავაზუსტოთ, მუდმივმოქმედი კომიტეტი მთლიანად კონგრესით არ არის დაკომპლექტებული. არა. ნაწილი ალბათ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან დაკომპლექტებული. თუ რო არა. არა? ანუ საკანონმდებლოსა და აღმასრულებელს შორის ხო არის? არა, შეიძლება არის, ხა იქ არ ვიცი ჩინეთში როგორ არის, ჩვენთან არ არის, მაგრამ იქ ხო არ არის მეთქი მაგასა. იქ როგორ აირჩევა მაშინ ეს კომიტეტი როგორ აირჩევა იქ კითხვა. რომ ეს მუდმივმოქმედი კომიტეტი? დიახ. ახლავე, აი, ერთი წამი. რომელი? ეს პარტიული ნაწილის არის. აი, ჩინეთის საკანონმდებლო სამთავრობო სტრუქტურას ახასიათებს დირექტორის სამკუთხედის რაც ნიშნავს იმას, რომ ვიწოდება და ადის ბოლოს შეეწერა რაღაც იყოს კაი. ეს ის არის, რა ქვია, პარტიის. მე რა მნიშვნელობა აქვს იდენტურია ეგაც. აი ზუსტად ეს პარტიული სტრუქტურა არის ეროვნული სახალხო კონგრესის ცენტრალური კომიტეტი, პოლიტბიურო, პოლიტბიუროს კომიტეტი და გენერალური მდივანი. აქ ხომგვაქვსიანად ქვეყნის მმართველობითი სტრუქტურა. ხო, ეს ხო. ეროვნულ სახალხო კონგრესში 1300 წლის მონაცემებია. იქაც არის ეგეთი რაღაცა არაპირდაპირი მმართველობის წესით არჩეული სტრუქტურა, რომელიც მიდის ბოლოში და ბოლოში ხდება აი არის ასე ვთქვათ სი ძინპინი. უბრალოდ იქ ორი სესია აქვს წერილი და მახსენებთ თქვენ არაფერ მოვისურვოთ თუ სიმბოლური ხასიათია. ორი სესია წელიწადში ერთხელ იქნება, მაგრამ CPPCC-ს ეს არის საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელსაც არ შეუძლია ნორმატიული კანონების გამოცემა, ნორმატიული კანონებს მხოლოდ გამოცემს ეროვნული სახალხო კონგრესი. CPPCC არის სახალხო კონსულტაცია ჩინეთის სახელმწიფო. არა, გასაგებია, ყველაფერი გასაგებია. ჩემი ბოლო კითხვა შეეხებოდა ის 175 კაცი როგორ კომპლექტდება. აი, ეს არის ძალიან კარგი რეალურად, აი, ეს არის ძალიან კარგი ცხრილი. კონგრესის წევრები ირჩევენ ამ ხალხს? აი, ნახეთ, ეგ არის. ნახეთ, ეს არის ძალიან კარგი ცხრილი. რეალურად. შეხედეთ, აი, ისრები რო არის, ვინ ვის ირჩევს. ანუ, ეს როგორ გავადიდო? ხო, აი, ნახეთ, მუდმივმოქმედი კომისიაო. ხო? ანუ, ეხლა აქ წერია 161 წევრი, ეს ამ წიგნზე რომ მუშაობდეს, გასული წელი იყო. შესაბამისად ეს სხვა მონაცემებია, ხო? ეხლა ეს ხო ეხლა რო ვამბობთ 175 წელს, ხო ეხლა მონაცემებს ვამბობთ 2025 წლის.
ანუ რეალურად აი ეროვნული სახალხო კონგრესის მაშინ რამდენი წევრი იყო 2987 იყო. ანუ დღევანდელი რაოდენობით 10-ით გაიზარდა. ეგენი ხომ ირჩევენ მუდმივ მოქმედ კომიტეტს. აი ზემოთ ის 160 ანუ ეროვნული სახალხო კონგრესი აი ეს დიდი აი ნახეთ აი 2977 ადამიანმა უნდა აირჩიოს 175 კაცი. ო, ეგ ვიკითხე. ჩვეულებრივ ესენი ირჩევენ ამას. ნახეთ, მერე ეროვნულმა სახალხო კონგრესმა 2977 ადამიანმა უნდა აირჩიოს სახელმწიფო საბჭოს 35 წევრი. მაგათმა უნდა აირჩიოს აღმასრულებელი კომიტეტი. მაგათმა უნდა აირჩიონ პრემიერი. მაგათმა უნდა აირჩიონ უზენაესი სასამართლო 2900 კაცზე ვამბობ. მაგათმა უნდა აირჩიონ პროკურატურის წარმომადგენლობა, მაგათმა უნდა აირჩიონ მინისტრები და მაგათმა უნდა აირჩიონ პარტიის დეპარტამენტის ხელმძღვანელები. მინისტრები არჩევითები არიან? ანუ რეალურად ნახეთ, მაგიტომ არის თქვენი კითხვაზე ეგ არის პასუხი. აი 2977 ადამიანი რო არის, ვინ შედისო? ანუ ჩვეულებრივად ხმათა სისტემა არის გამოცხადებული და ჩვენ 3000-მა კაცმა უნდა ავარჩიოთ 175 ადამიანი. თავიდან ორი რაღაცა ორგანოზით მაგების კითხვა. ანუ ეს არის სახელმწიფო საბჭო აღმასრულებელი კომიტეტი, ეს ძალიან ბევრი კომიტეტებია რეალურად. აი სახელმწიფო საბჭოს რა ფუნქცია აქვს? სახელმწიფო საბჭოში არის მაგალითად 35 წევრი. აი სახელმწიფო საბჭოში რეალურად არიან ყველა ის ადამიანები მოქცეული, რომელიც არიან პოლიტბიუროში. აი პარლამენტში, აი უფრო მეტად სამინისტროების წარმომადგენლები. ხო, აი ეს არის აი ეს ნაწილი. და სახელმწიფო საბჭოსგან ფორმირდება მერე პოლიტბიურო? არა, პოლიტბიუროა რეალურად მნიშვნელოვანი. აი ეროვნული ეს ხო არის ეროვნული სახალხო კონგრესი. აქ საკანონმდებლო. აქ ხო თქვით რომ პარტიის კონგრესიც არსებობს, რომელმაც უნდა აირჩიოს ეს პოლიტბიურო. პარტიის კონგრესი ცალკეა კიდე და ის ირჩევს პოლიტბიურო. ხო, ანუ ეს ყველაფერი ხდება ანუ ჩვენ პარტიული მუშაკები შევიკრიბებით. იქ ავირჩევთ გენერალურ მდივანს, აი იმ 8 გენერალურ მდივანი რო არის და პრემიერ-მინისტრს და მაგ წევრებს, რომლებიც მე ავტომატურად ხდებიან აქ აღმასრულებელში პრემიერი, ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტი. მერე დანარჩენ წევრებს, ანუ როგორც აი პირამიდაზე რო იყო, ანუ ჩვენ რო აქ ავირჩევთ პარტიის მუშაკები ამ ხალხს, მერე ანუ ამ ეროვნულ სახალხო კონგრესზეც მაგას ვირჩევთ. იმიტომ რომ იქაც ჩვენ ვართ და აქაც ჩვენ ვართ. პარტიაშიც ჩვენ ხო, ანუ ზუსტად იდენტური თემა არის, რომ ჩინეთში ყოველთვის მთავარი პოლიტიკური პარტია, ეს პოლიტიკური პარტია, ეს მაგრამ მათ ერთად რეალიზება არ გააჩნიათ, ну ზუსტად დაბალდონაზე შესაბამისად ეს რაღაც თვალსაზრისით უნდა დაბალანსდეს. ეს ბალანსი შექმნილია ზუსტად ამ განხილვის შიდა სტრუქტურებით, რომლებიც ყველა ერთმანეთთან დამოკიდებული და ერთმანეთს რევიზიას check and balance სისტემა, ოღონდ ჩინური სპეციფიკით და კიდევ ერთი მომენტი პირამიდის სისტემა, რომ სი ძინპინამდე სანამ მივარ, რეალურად არის ზუსტად ამდენი კომიტეტები, ამდენი საბჭოები და სი ძინპინის ქვემოთ აქ არის ხონდა თუ არ არის პოლიტბიუროს მოქმედი ეს standing committee. ეს და ზოგჯერ 7-ია, ის არის ყველაზე გავლენიანი ორგანო. აი პოლიტიკური ელიტა. მინისტრთა საბჭოებთან შედარებით არაფერი არ არის. ზოგადად ჩინეთში არის პარტია, პარტიული ბიუროკრატია და არის ასე ვთქვათ ტექნოკრატიული ბიუროკრატია. პარტიული ბიუროკრატია ყოველთვის მაღლა დგას ტექნოკრატიულ ბიუროკრატიას. აი ორი სახელია. აი იქით ნაწილი პარტია რომ წერია. პოლიტბიურო თქვით ყველაზე მთავარია? პოლიტბიუროს მუდმივ მოქმედი კომიტეტი 7 კაციანი არის ყველაზე ასე გავლენიანი. რომელიც არის და პოლიტბიუროს 7 კაციანი მოქმედი კომიტეტის წევრია ზუსტად სი ძინპინი. ანუ სის ქვემოთ უკვე არის ეს 6 კაცი, ეს არის ყველაზე გავლენიანი ორგანო. ამის მერე უკვე ქვემოთ ჩამოდის მერე უკვე აი შეკო, აი პარტია რო წერია, ნახეთ, იქით პარტია, მანდ არის ზუსტად ეგრე, აი ძალიან ცუდად. აი პარტიის ეროვნული კონგრესი არის შიდა პარტიული, აი პარტიის ყრილობა ვთქვათ. და აქეთ მაგის გასწვრივ წერია ეროვნული სახალხო კონგრესი. ეგ არის ისა საკანონმდებლო ორგანო.
ანუ აქ პარტია აქ ის სახელებში არის რა, ერთი არის ეროვნული კონგრესი, ის არის პარტიის ეროვნული კონგრესი და ეს არის ეროვნული კონგრესი, აი ეგ ამბავია. მან ხო წერია ამდენი წევრი. მე ესენი ირჩევენ ცენტრალური კომიტეტი იწევს პოლიტბიუროს, პოლიტბიურო ირჩევს მუდმივი მოქმედ კომიტეტს, მუდმივი მოქმედი კომიტეტი იღებს გენერალურ მდივანს. ანუ ეს არის პარტიის ნაწილი და აქეთ არიან ესენი გასწვლილი იმიტომ არიან, რომ ჯერ ესენი იკრიბებიან აი პარტიის ეროვნული კონგრესი იკრიბება, ესენი მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, აირჩევენ ამ ყველა ხალხს და ჯერ ეს ხო ჩატარდება და ამის მერე ტარდება პარლამენტის სხდომა. და იქ მტკიცდება. ანუ ეგეც რომ ახსენე, მე თუ პარტიის ეროვნულ კონგრესადში ავირჩევ გენერალურ მდივნად შაკოს ეროვნულ სახალხო კონგრესში თეონა პრეზიდენტი ვერ გახდება. ყველაზე მსხვილი მეორე პარტია რომელია? ყველაზე მსხვილი მეორე პარტია, ანუ ეს არ არის, აი ნახეთ ამ იმაში. რაღაცა ანუ ის pie chart-ი გქონდათ იქ. კი, ანუ არ არის, აი 1.9% შეიძლება, ესენი იცვლებიან. აი ეს ცისფერი რომელს მიეკუთვნება ის სხვა პარტია არის? ეს არის არაპარტიული წევრებიო. აი ეს ორგანიზაციას აქვს ნახევრად ფორმალური ამის ვერასოდეს იმ არაკომუნისტური პარტიის წევრი რასოდეს ვერ მოხდება პოლიტიკაში. ის არის ის წევრი შეიძლება გახდეს მაგალითად ვიცე-მერი კვოტით, მაგრამ ვერასოდეს ვერ გახდება დაბალ დონეზე. გუბერნატორი შეიძლება იყოს რაღაცა ვიცე ამ პირველი ყოველთვის უნდა იყოს აი მეორე მესამე აი აქედან თუ დაინტერესდებთ, აი პირველი არის მაგალითად ერთ-ერთი ჩინეთის კუომინტანგის რევოლუციური კომიტეტი, პარტია. აი როიდან გიკითხავთ. კუომინტანგი ნაციონალისტური პარტია. ჩინეთში თაივანში რო გადავიდნენ და დაიშალნენ, ზოგი ნაწილი გამოიყო ცენტრალურ კუომინტანს და დაარსეს თავისი პარტია. ანუ იმის პარტიის წევრები, მაგრამ მე გაერთიანდნენ დარჩნენ მატრიქსზე და მე დაარსეს თავისი პარტია. ეს კუომინტანგზე ამბობთ, ხო? კუომინტანზე ვამბობ. ჩინეთის დემოკრატიული ლიგა მაგალითად დაარსდა გამოჩენილი ინტელექტუალების მიერ ჩინეთ-იაპონიის ომის აგრესიის დასაძლევად. ერთი კითხვა მაქვს, იმიტომ რომ იმდენჯერ შემხვდა. აი მაგალითად იგივე ეროვნული კონგრესის წარმომადგენლობაში არის ეს ინტელექტუალთა წარმომადგენლობა. ეს რა ინდექსით განისაზღვრება, ანუ რას ნიშნავს ეს ინტელექტუალთა ჯგუფი, ანუ რამე კონკრეტული უნივერსიტეტი აქვს, უცხოური განათლება ითვლება მაჩვენებელად, ანუ რა განსაზღვრავს, რა კატეგორიაა? ნუ ეს ინტელექტუალებში იგულისხმებიან აი პროფესურა ძირითადად, ლექტორები, რექტორები, აი გამოჩენილი, ანუ უნივერსიტეტში მკვლევარები. ეს არაპარტიული წევრებია გასაუბრებელი. მე მგონი პარტიული უნდა. ზოგადად არა, ინტელექტუალებზე ხო დასვით კითხვა. ინტელექტუალებში ეგენი შედიან ძირითადად დიდი, ანუ უმეტესი უმაღლესი სასწავლებელი ხო რეალურად სახელმწიფო სტრუქტურაა. და უპარტიო შეიძლება იყოს? იცით რა არის, ვერ დაინიშნები ჩინეთის უმაღლესი უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე თუ არ ხარ პარტიული ხა. არაპარტიული ხედავება ჩვენ მიგენა უნდა მოვაუბრალო. ხო, არაპარტიული ხალხი. ერთი ანაზღაურებას გითხავით. ამხელა სხვაობა. რასა და რას შორის? მაგალითად საშუალო ხელფასი. ხوار გაგჩეკით. ნუ ყველაზე საშუალო, ყველაზე დაბალი ალბათ საშუალო ხელფასი არის 3000 იუანი. ხო, 3000 იუანი რამდენია $500 არ არის. ეს არის საშუალო ხელფასი ჩინეთში. და ვინიცის რამდენია, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მაღალი ანაზღაურება არის ზოგადად მასწავლებლების, იმიტომ რომ მასწავლებლები არის საკმაოდ დაფასებული თანამდებობა, ანუ პროფესია ჩინეთში, იმიტომ რომ მასწავლებლად ანუ კონფუციონიზმიდან გამომდინარე, ხო, მასწავლებლის მნიშვნელოვანი როლი ეჭირა ადამიანის განვითარებაში, შესაბამისად მასწავლებლების ხელფასი საკმაოდ მაღალია. არ შეიძლება 10000, 15000 იუანიც კი იყოს და ლექტორების, რექტორების მით უმეტეს, ხო?
ანალოგიურად ძალიან მაგალითად ძალიან დასაფასებელ პროფესია ითვლება. ეს არ არის ჩვენთან რომ არის მასწავლებლის პროფესია დაუფასებელი. საკმაოდ დასაფასებელია და მით უმეტეს უნივერსიტეტში განათლება მიღებული ადამიანები. ეხლანდელ ჩინეთში უმეტესობას, ვინც არის აი ეს ინტელექტუალებს, ვისაც საუბრობთ, ყველას თითქმის უმეტესობას საზღვარგარეთ აქვს განათლება მიღებული და ძალიან ბევრმა იცის უცხოური ენაც. არა მარტო ევროპულ წამყვან უნივერსიტეტებში, თქვათ, სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებში და საკმაოდ განათლებულ ადამიანებად ითვლებიან. ამ არაპარტიულ წევრებად, აი მაგალითად უნივერსიტეტში ლექტორი შეიძლება ვიყო, მაგრამ არ ვიყო კომუნისტური პარტიის წევრი. კომუნისტური პარტიის წევრად მიღება, ეგეთი მარტივი არ არის. ჩვენთვის მოსახლეობა არის 1.4 მილიონი ადამიანი, ხო? ჩვენ დავახსახელეთ, რომ 97 მილიონია წევრი. მაშინ რატო არ არის ყველა? ხო, წევრი. ანუ იქაც არის თავისი მიღება, რომ იგიღონ წევრად, ხო? მარტო სურვილზე არ არის გამოჩენა. საბჭოთა კავშირშიც ეგრე იყო. საბჭოთა კავშირშიც ესე იყო, კი ბატონო. ძალიან მოკლედ. შესაბამისად, აქაც ეს ნაწილი არის, რა, მე შემიძლია ვიყო ინტელექტუალი და ლექტორი და მე შეიძლება არ ვიყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრი და ზუსტად აი საკონსულტაციო კონფერენციაში რომ ღებულობ მონაწილეობას და მე რომ მეუბნებიან რა ტიპის კანონებს მიიღებენ, მან ვესწრებოდე როგორც არაკომუნისტური პარტიის წევრი. სი ძინპინთან დაკავშირებით მაინტერესებს რა, ეხლა თქვენი ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა და რაღაც მინდა დამიდასტუროთ ან უარყოთ. სი ძინპინი თავისი ავტოკრატიული მმართველობით ძალიან გავს მაო ძედუნს, ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მაგრამ თავისი ღიაობით, ეკონომიკით დენ სიაოპინის ხაზს აგრძელებს თითქოს. სწორად გავიგეთ თუ რა მეშლება? სწორად გაიგეთ. ანუ მაოსკენ მიბრუნებად ამ ჩავთვალოთ მისი პოლიტიკა. მისი ერთადერთი აი ეგ ზუსტად იმით რომ აი 2018 წლის აი ამ ნაწილითაც რა რომ ის არის ერთპიროვნული. ალბათ სიზიმპინი არის მაოისტების ბანაკიდან. არ ვიცი. შეიძლება რომ ასე ითქვას, კი, იმიტომ რომ იცი და ეს რაღაც მაინც უფრო შიდა პარტიული და შიდა კულუარული ამბები. აი მაგალითად ხუჯინტაო უფრო ტენის ანუ გაცხადებით ტენგის ბანაკიდან იყო. ხუჯინტაო. ხო, სანამ დენ სიაოპინი უფრო სწორად სი ძინპინი გახდებოდა გენერალური მდივანი პარტიის. და სწორედ ამისი, იცით, ბევრად უფრო თითქოს ხუჯინტაო თუ უფრო მეტად გახსნილობისკენ იყო ორიენტირებული, სი ბევრად უფრო აი თითქოს მოხვეჭის, უფრო ჩინეთის გრანდიოზულობის იდეის, უფრო იმის იმპერიალიზმისკენ მიდრეკილად შეიძლება ჩავითვალოთ, განსხვავებით და ესეთი არ ყოფილა, იცით, ტენგის მემკვიდრეების პოლიტიკას რო გადახედოთ, სხვანაირები იყვნენ, სი ესეთი არ არის.